გამარჯობა. ბრუნდებით, სალამ ალეიქუმ. სალამ ალეიქუმ, ალეიქო ასალამ. როგორ ახარ? საკაიფოდ, კარგად, რო არ წვიმდეს, კარგი იქნებოდა რა. მე რამდენი ეპიზოდია? მესამე. საყვარელი ფერი. შავი მინდა ვთქვა, მაგრამ ქერა თუ შავგრემანი? შავგრემანი. აჰა, ესპანეთი თუ იტალია? ესპანეთი. ხინკალი თუ პელმენი? ხინკალი. კიდე კაი. კიდე კაი. მესამე ეპიზოდი. მესამე ეპიზოდი. დავიწყოთ მოგესალმებით. კი ბატონო. მოკლედ, მე მინდა ესეთი რაღაც გითხრა, რომ მე მოლოდინი მაქვს. აი ხა დავაი. დღეს ამბობდი რომ დღეს რამე თამაში ხო არ არის, ხვალ არის თამაში, ხო? კი, ხვალ არის თამაში არ. ეხლა სანამ შემოვიდოდით ვარჩევდით რომ რაღაცა და კვარა რა მაგარია და ვაფრენ ამ ბიჭზე და ძალიან მაგარი ესეთი ფეხბურთელი, ფეხბურთელებს ძალიან ბევრს ვიცნობ, მე თუმცა ჩემი მაგაცები არიან, კლასელები, ისინი არ მიწყენენ, მაგრამ ეხლა ამომავალი ვარსკვლავი ვინც არის და ახალგაზრდები ესეთი და ვისაც მე გულშემატკივრობ, მართლა წრეები მქონდა რა, მართლა გამოძახებები, ფოტოებს შაგიყრი მე ამ იმათა ჩემთან ერთად უყურებდნენ ეს ექიმებიც მე ამ ფეხბურთს და მოკლედ მინდა რომ ყვარას ეთამაშა, მაგრამ გული მწყდება რომ ეხა იქ ვერ ითამაშა, მაგრამ სამაგერით აქ ითამაშებდა და ამაზე შევყევით რომ ფეხბურთი და ყვარა რა მაგარია და ჟორჟი რა მაგარია და საკაიფოდ მიდის ყველაფერი და მინდა ვთქვა, გავიწიე? მიკროფონთან ახლოს შემოდი. ეს რო გავა სომხეთში უკვე ნათამაშები. ეს რო გავა უკვე სომხეთის ნაკრებთან ნათამაშები გვექნება. ნათამაშები გვექნება და იმედია რომ მოვიგებთ მთელი გულით, სულით მე გულშემატკივრობ ტელევიზორს ვერავინ ვერ მომწყვიტავს. და ვნახოთ ერთი რა, წარმატებები მინდა უსურო ჩვენ ბიჭებს რა. ჩვენი საერთო მეგობარი უფრო ჩემი, მაგრამ შენ ნაცნობიც არის და იმედია მომავალში დამეკორდები. ჭედო, მე მგონი თუ არ ვწდები, WhatsApp-ში გულში დაწერა რომ სომხეთში მიდივარ თამაშზე. მიდის? ბევრი წავა ეხა რა, იმიტომ რომ აქვეა. სხვათა შორის სომხებმა დაწერეს რომ ძალიან ბევრმა ქართველებმა იყიდეს ბილეთებიო. და ისე გადაიჭედაო რომ რაღაცა ჩვენც ვიყიდოთ, თორე რაღაცას გულშემატკივრობის პროექტი, იმის დუხი ხო მოაქვს თელი სულიერება ეგ არის. კი, კაცო. მაგითი ხო არ მოუგებენ ხა. მაგაზე რა გამახსენდა, იცი შენ გასეირნება თბილისში ნანახი. კი, როგორ არა. აუ, ხო შედევრია და ვისაც ნანახი, ყველა ძალიან თქო YouTube-ზე აკრიფეთ გასეირნება თბილისში. ხო ესე ქვია. მე რამდენჯერ ვიმეორებთ მაგ ფილმს. აქ ვახსენეთ მანამ და აუ ხო, წინაზე სხვა ნოველა ვთქვი. აი ფეხბურთის ეპიზოდი აღნიშნოთ, მაშინ მე მგონი სხვა ნოველა ვახსენეთ. სომხებთან არის შეხვედრა კაკრას. დრამატ ჩხიკვაძეს ეპიზოდი და ეხლა არის ზუსტად აი სომხეთის სამსომეხს რო დაპატიჟებს. სამსომეხს რო დაპატიჟებს, მანამდე რომ თელ ფულს გაფლანგავს და მეორე დღეს რო ისევ მანეთიანს რო თხოვს მეზობელს და რა. აი ფეხბურთის ტიპიური გულშემატკივარი და ჩვენ ეხლა დღეს თემა ფეხბურთი გვექნება და შევეხებით, ანუ რომ დავიწყებთ ძველი დროიდან, ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი ეპოქა მოვიცვათ რა და მე გადმოვალთ თბილისის დინამო 91-ში მოიგო და გადმოვალთ ეხლა რაც ხდება იმაზე რა. ხო და ანუ რახან ფეხბურთი გვაქვს თემა და აი ეგ ფილმი აუცილებლად ნახეთ. ბოლო ეპიზოდი არის თუ არ ვცდები ფილმში, სადაც აი იმ დროინდელი დინამოს ტიპიური გულშემატკივარი, რომ აი ფეხბურთით რომ მოწამლული და ზმანებით რომ ბაკებად ცხოვრობდა რა. მოდით საიდან დავიწყოთ? ნახე, მე პირველ ერთ-ერთი რაც მახსოვს ძალიან ისეთი მოყოლილი, არც თუ ისე ბევრი ისტორია ვიცი ახლა დედაჩემის ორსულობის შესახებ და რა ხდებოდა, მაგრამ ერთი რაც ვიცი, ფეხბურთზე რახან ესეთი შეყვარებული ვიყავი და ახლა ფეხბურთსაც თამაშობდი და 1000-ჯერ მაქვს მოყოლილი ისტორიები ფეხბურთთან დაკავშირებით და ნაწილს ეხაც მოყვები. ვიცი რომ დედაჩემი თურმე როგორც მთელი ქალაქი, მთელი თბილისი გასული იყო გარეთ და 91-ში ასების თასი რო ავიღეთ, ხო გახსოვს მაშინ კოტე მახარაძე. მე მახსოვს. представляю, что творится в столице Грузии, Тбилиси, თუ რაღაცა. მე უკვე გაჩენილიც ვიყავ. შენ გაჩენილი. ხო და დედაჩემ ჩემზე იყო სულად 5 თვის. ხო, ეხლა დეკემბერში დავიბადე და ის როდის იყო რა, აგვისტოში იყო. ხო და მთელი თბილისი. ისე გაუხარდა მე დედაჩემ რომ შენ 5 გარე, ხო რომ მაგაზე მიდიოდა. ხო და ეგეც არა. მოვიგე. საგოლ რო გამოვარდები. არა, 9 თვის დეკემბერში გავჩდი, მაგრამ დედაჩემი ამბობს, რომ ანუ ეთყობაო ფეხბურთის სიყვარული მაქედან დაგეწყო, რომ ანუ მთელი თბილისი გუგუნებდა, ყველა დინამოს ყიროდა და რაღაცა და ამიტომ რახან ნათამაშები მაქვს, ნათამაშები მაქვს, ძალიან ბევრი ისტორია მახსენდება, ნაწილი მართლა შეიძლება მოყოლილი მაქვს, მაგრამ იმდენი ხანი გავიდა, რაც მოყვევი, რომ აღარ მომერიდება ახლიდან მოყვე. შენი კავშირი ფეხბურთთან გითხარი ახლა, იმიტომ რომ ჩემი კავშირი შესაძლებელია. კავშირები მაქვს, კავშირი არა. ნუ ის რომ ეხა ბავშვობაში რომ დავყავდი და
სტადიონზე რა ხდებოდა დინამო სტადიონზე რა ხდებოდა მთელი რიტუალი იყო ტროლეიბუსებზე ჩამოკიდებით მისვლით გადატენილი ეს ყველაფერი გარეთ ქუჩები რა ვიცი ნუ რა ხდება შიგნით სანახაო მე გათამაშებები იყო და სულ მინდოდა რომ სტარშოსე იყო ეს ველოსიპედი რაღაც ბილეთი დამთხური ერთი ველოსიპედი მომეგო თამაში ძალიან პატარა იყო ზოგჯერ არ უყურებთ მაგრამ რაც შეეხება ეხა კავშირზე ჩემი ძალიან ხო არ დადიოდი არა მე არ დავდიოდი არა და სიმაღლე ხელს გიწყობს აა მარადონას ტანზე ყველა ხო მაგიტო ვიძახ ფეხები მაქვს რიკულები მამაჩემი მეძახდა ხო იცი ძველი თბილისი ვითხრა რატომ მეთქი ფეხები გაქვს რიკულები ვითო ეგ და მამა შეიძლება ხო და შოთიკო და აჩიკო არ ველაძებ ჩემი 0 კლასიდან მეგობ ჩემით მაკაცები რეზი ხრუბეშა რავი ძალიან ბევრი გიო კინკლაძე ხო გიოზე გამახსენდა თითები ეხლა ხან შემხვდა ხო იცი ქუჩაში ხო მომატებულია ცოტა ოდნავ აი მომატებულია გიო პრივეტ და ხო და თითები რომ მომეჭრა ამან გაიგო მაშინ იქ თამაშობს რა ინგლისშია და მაროს ურეკავს თავის დას რომ ვაიმე შეწუხდა რა კაცი რომ მე ჩამოვიდეს რაღაცა და გამიაკერებენ ამპუტაციას ბიჭო ვიკითხე მეთქი ხა ჩამოვიდის თითები დაავყარგე რაც დაიყარა სადღაც რა ვიცი აღარა მაქვს როგორ მე ვის რათერს ვისას მიმაკერებენ ვისი იქნება ეს ფეხიდანო მოგაჭრიანო და თითებს აი ცერათით და დაგიგე მეთქი ფეხის სუნი რომ ამევიდეს მეთქი რა ფეხის სუნი აგივიდეს აბა ფეხიდან მიკერებული თითები ნუ მოკლედ გადაწყვეტა რომ არა და ნუ არ არის შენი ჩემი არ არის რა ხო და რაც შეეხება ეხა ფეხბურთელებს ესენი აი გლიჯავდნენ ისე თამაშობდნენ აჩიკო იყო ძალიან მაგარი ფეხბურთელი მე ნუ ბიჭო ეი მაგა ბუდიში გააგზელე უბრალოდ რახან აჩიკოს ეგ ნიჭი აღნიშნე მე მსმენია როცა ფეხბურთს თამაშობდი სულ ეგ მესმოდა რომ აუ შოთი ხო მაგარია და რაზია ბაზარი და ასე შემდეგ მაგრამ აჩიზე ითვლებოდა რომ აი ნიჭით და იმით ყველაზე მაგარი ეგ იყო და რამდენად ეგრეა აჩიკოს რო არ გაესეირნებინ მოტოთი იქნებოდა რა ვიცი შეიძლება ტრავმა რო არ მოსულოდა შეიძლება არ ვიცი ძალიან მაგარი იყო აჩი აი ხა რამდენი ხანი გამოტოვა ტრამვის პირშიც ვეტყვი და ზურგს უკან რამდენი ხანი გამოტოვა ტრამვის და დიდი ხანი და მე ფერგე იყო მაშინ ჩვენ ბავშვობაში და გდერი და ვაში გერმანიაში წაიყო ნუ კაროჩე ამდენი ოპერაციები და რაღაცა მაგან დატანჯა თორე ხო თორე აი ერთ-ერთი აი უძლიერს გიო რასაც აკეთებდა ეხა არანაკლებს აკეთებდა გაჩი რა თან როგორი რაღაცა მე ჩემი თვალით მაგნარი ჯერ მარტო ეზოში რას აკეთებდა აი როგორ თამაშობდა პატარა ტენისის ბურთით როგორ კენწლიდან რას თამაშობდა როგორ ბრაზილია აი ბრაზილიური ფეხბურთი რა რაც არის და ერთად აუტანელი რა იაქტერიერი ძაღლები აღარა და აი ესე ბურთი აღარ იყო გაგფლითავდნენ ხო არა რასაც ვერ ვიტყვი ხრუბეშაზე ხრუბეშა ჩემის ბაკაძე გიორგი ღუდუშაური კიდე ერთი ძალიან ესეთი ნიჭიერი ფეხბურთელი მაგრამ სულ დავცინი ხოლმე ბიჭო არა ძალიან იცი რა არის კიდე იყვნენ ისეთი ანუ ისეთი ფეხბურთელებიც რომლებიც სამწუხაროდ საქართველოს ხო რეალურად ძალიან ბევრი აი ნიჭიერი ადამიანი სამშობლოა მაგრამ ყველას არ კერდო ალბათ უმრავლესობა ვერ მოახერხა ამ ნიჭის რეალიზაცია დროიდან გამომდინარე რა შენ გახსოვს აფციაური როგორ არ მახსოვს აი აფციაური წმეთის ანუ ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო რა ვაკელი იყო ოძმები თორნიკეთს და მისი უფროსი ძმაც აი ძალიან მაგარი ფეხბურთელები იყვნენ ძმაო მე ეს დროის გამო რაღაცა აირიენ და აი ხო რა დრო იყო ისეთი ახლა სამოქალაქო ომი იყო ბოლო-ბოლო კაცო და რა შევატყვეილო არის სპორტსმენი და არის просто აი სამაროც რო ეძახი არა თუ დაბადებული რომ ან ეგ ნიჭი რა აი ბოძებული რო ახლა დაბერტყილი აქვს ეს რო აი ეს ფეხბურთი ამისი ეგ არის ეგ მესიზე ახლა ხანს ისტორიას ვისმენდი რომ ანუ რანაირად ანუ ოღონდ ვიღაცა ცოტა რაღაც პონჩი ნეგატიურ კონტექსტშიც კი ამბობდა რომ ანუ ცუდი მაგალითიაო ახალგაზრდებისთვის რა და ხა მესი მაგრამ ევასება მაგრამ რას გულისხმობდა იცი ანუ ერთის ხრივ აკრიტიკებდა მაგრამ მეორეს ხრივ მაგის გენიალურობას აღნიშნავდა რომ ტიპიო იმდენად აი იმდენად თავის სამყაროშიაო რა ფეხბურთის პონჩი და ნიჭის პონჩი რომ გასახდელში როცა იმ წნელი აყენებს თქვა შენ იქ თამაშებ შენ აქ თამაშებ ტელეფონშიაო და ეოლა ანუ ზემრელა რაღაცებს იძახის იმიტომ რომ მას არაფერი არ ჭირდება გავა მოედანზეო და ეგრევე მორჩა რა და ვიღაცები მაგას ვერ ქაჩავენ რა და მე ცუდი მაგალითი ხდებაო აი ეხლა ჯორდანი ხა მე არ გადავდი ურბანიზაციაზე და რაღაცები და ეზოები და მაშინ ძალიან ბევრი მოედნები იყო ხან იქ იყო თამაში ხან აქ იყო ეხლა დაჟე ფანჩატურებიც არ არის და
ნუ რაღაც კლუბები არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ბავშვი ალბათ თავიდანვე რა, აი საწყალი ცარსტვინიბესნე ის არის, რობინზონა ყვებოდა გიოს მამა, რომ მეო პატარა რო წავიყვანეო გიორგიო, ჩემთვის აქ მოყოლი. პირველად მოედანზე რომ გავიყვანეო და გიო იმიტომ იყო კლასიჩესკი და მაგრა თამაშობდა კინკი და მართლა ლამაზად რა დრიბლინგებია გაკეთე. ესე მეჯდაო კისერზე და უყურე პატარა გიო რა და ფეხს აი დარტყმის დროსო როცა ურტყავდნენ და ეს ფეხის აი ეს კონდაო რა ინსტინქტურად ფეხებს იქნევდაო რა აი ფეხს იქნევდა მან შევატყვეო რომ ეს რაღაცა ცოტა ვერ არის რა კარგად რა ხო არა კარგი გენიალურები არიან მე ეს ცეკვაც ალბათ დაეხმარა ნუ მაგრამ იმიტომ იყო რა კლასიკური აი მაგარი ფეხბურთელი იყო რა არის კაცო კინკიო და კინგ ლაძე და სხვათა შორის პირველი აი ესეთი რაღაცა ისეთი ჭორი რაც გავიგე მაშინ იყო რომ იმდენად დიდი იყო ინგლისში მაშინ კინგლაძე რომ ჭორები დადიოდა რომ Spice Girls-ში რომ ემა იყო კიკინებიანი ქერა ეგ და კინგლაძე იყვნენ ერთად თუ რაღაცა ვითომ რა ანუ წარმოიდგინე ხა იმ დროს როცა არც ინტერნეტი იყო არაფერი იყო და ტელევიზორში ჩვენთვის MTV-ზე Spice Girls რო ნახულობდი და უცებ გესმის კინგლაძე რომელიც ხო და ანუ ხო ხდები რას ვიძახი რა და ანუ ძალიან დიდი იყო რა და ძალიან თან აი ხა დღესაც რო ჩართო მაგისი მომენტები მე არ ვიცი ანუ სულ მაგას ვამბობ რომ მაგას რომ მართლა იქეცბაიას დისციპლინა ქონოდა კინგლაძეს დღეს იქნებოდა რავი ანუ ჩვეულებრივად მესის დონეზე იქნებოდა აი დისციპლინაზე გავხგიოს აქ და კარგი ამბავი ყველა ხო იწონება რა აი გარჯიშტი ნორმატივები რაღაცა და გიო არის წამოწოლილი ესე რა და შემოვიდნენ რომ აბა ავიწონოთ და ფეხებზე მომატეო რა და ისე ამწონო არა გიო სასწაული იუმორი აქ აი თვითონ აჩი და შოთის ხო საერთოდ და მასაც კაია კაცო ისა რეზი არა სამივე ძალიან მაგარი იუმორი ეს ვერ გააჩერა ეს ვერ გააჩერა არა ნუ ეხა აი მე გეუნები ჩვენთან აი პირველი ჩემი ეხა ის ისტორია მინდა მოყოლილი მაქვს ადრე რამოდენიმეჯერ მაგრამ მაინც უნდა მოყვე რა წარმოიდგინე ჩემთვის ვინ იყვნენ აჩიკო და შოთი ანუ მე რო შოთამ სპარტაკში რო სპარტაკს ეთამაშებოდნენ რა აიაქსი ეთამაშებოდა სახში სპარტაკს და ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო და შუქი არ იყო მაშინ გრაფიკით იყო ხო და ჩემ მეზობელს გადმოყვანილი ყავდა გადმოყვანილი ქონა მეცხრე სამოწყობოდან შუქი და თან დიდი ტელევიზორი არ ქონა პატარა და ისიც შავთეთრი მაგრამ დენი ქონდა რა შუქი და სახში რო ვიყავი ბიჭო ვიტირე რომ მეთქი აი შოთის თამაშს მომასავ თუ რაღაცა პატარა ვიყავი რა 12 თუ 13 წლის ვიყავი არ მახსოვს და მამაც შემო რო გადამიყვანა იქ რომ მე რახან მერიდებოდა და ანახეთო რა გთხოვთო ტიპი ცუდად არისო თუ რაღაცა და მოდიო კაცო რაზეა ლაპარაკი და იქ უყურებდი რა და ჩემთვის იყვნენ ეგენი აი ხო გეუნები მართლა გმირები იყვნენ მე ხარ რადგან ბავშვი თან მომწონდა მაგათი ეს თავდაბალი ის რაღაცის ქონათ აი თუ ყველას ერთი სული ქონდა და აიფიქსირებინა და აბაი ბოლო მოდელის მანქანები ყველა რაღაცა ისე იყო რა და ესენი იყვნენ თითქოს აი უფრო ყველაზე მეტად ისე არა მაგას მოუყვები ერთ მანქანას რა მოდიოდნენ BMW-ით რაღაცა BMW-ით რომ დამადგა მაგას არა არაჩვეულებრივი ფეხბურთელები და იცი რა რადგან მე მიჩვეულებთ მაკაცობ და 0 კლასიდან და რაღაცა მაგრამ ლეგენდები არიან რა მართლა ლეგენდები არიან და აი მე ამაყივა რომ ჩემი მეგობრები არიან და ერთხელ აი მაგაზე გიქცევ მანქანით მოდის რა და უკვე როგორ არის სალათას გარაი გალათასარაი და იქ ნუ მალაჟენია და შოთი ფასარი აჩი გოლ და რაღაცა და ნუ BMW-ით მოდის ლამაზი ტროიკა BMW ყავს რაღაც გაბუთქუნებული გასისინებული მე ჩემთვის ფეხით მოვდივარ ესე დოლით აკა რა შეჭება რაღაცა და მე თავშოთი გადაკოცრი რაღაც და ეს ძალიან და რა შეჭება ხატაო ისე მეთქი ხატაო მეთქი ხო ხატე აი ესეთი არა საყვარელი ხალხია იუმორია შოთიკო თვალები მიხატული გაგშეჩება თამაში დროს ეუნებოდა ხოლმე ხო და ჩემი პირველი მოგონება არის ის რომ ხელოვნური სტადიონი რომელიც პირველი ხელოვნური სტადიონი გაიხსნა ვაკეში ეხლა სადაც ვაკის ეკლესია მაგის გვერდზე და სხვათა შორის შერო სტადიონები და ურბანიზაცია რო ახსენე ძალიან დიდი სტადიონი იყო სუთ-ქალაქის ტერიტორიაზე ეხლა აღარ არის დაჟე მახსოვს დირექტორი მაგ სტადიონის სტეფანიჩი იყო მაგარი ტიპი იყო კაი ხანს იყო და უბერავდა ხო რა და ანუ იყო თან კალათბურთის მოედანიც იყო ასფალტის მოედანი მე ფეხბურთის მოედანი გადავაკეთე და ძალიან დიდი მოედანი იყო ჩვეულებრივი რა ანუ ტურნირები იმართებოდა ანუ 100 მეტრი იყო და ასე შემდეგ და ხო და პირველად მე მან ააშენეს მშენებლობები დაიწყო ააშენეს სახლები და იქით და ეს ააშენეს რა ირაო სტადიონი ირაო ერქვა მაშინ და
პირველი ხელოვნური სტადიონი იყო მთლიანად საქართველოში და ანუ ბუბა ტყავაძე და ექსასტავი იყვნენ მაშინ რა და მოკლედ დააგეს ეს რაღაცა ხელოვნური სტადიონი და ზემოდან ქონდა ქვიშა. ამ ქვიშას ჭირდება დატკეპნა ეხა რა და მეორე დღეს რახან პირველი ხელოვნური სტადიონია მთელი ნაკრები და მთელი აი საფეხბურთო ელიტა უნდა ითამაშოს ერთმანეთში და ეხა ეს ვიცით წარმოიდგინე მთელმა ყიფშიძემ თუ ქალაქმა ყველა მიცის რა თქმა უნდა რომ სულ რამდენი კაცი ეტეოდა 100 კაცი ალბათ რა და ყველა უნდა მივიდეთ იქ და მეც იქ ვარ ეხა რა იმიტომ რომ შოთი დააჩვენო ნახო ლაივში პირველად რომ აი ესე დავინახოთ ცოცხლად რა და ბიჭო იწყება თამაში კიდე კინკლაძე მოვიდა იაგუარი წყავი შარვალი რამე ვიღაც ბრიტანელი გოგო მოადგა ჯორჯ ესიანიშნა და ხდები იქითი აშკადა ვიღაცები ეს მაშინ მოდაში იყო გასაღები და რადიის მაგნიტოფონი ერთად ხელში და ლაპატნიკიც ერთად და ცალი გამაში აწეული ცალი ჩაწეული იმიტომ რომ მარჯვენა მაგარია პასი მიდი და მე აი ეს მიცემეს და აი ეგეთი პონტი ხდება არველაძეები რაც გითხარია ჩვეულებრივად BMW-ი მოვიდნენ ისევ ერთმანეთთან რაღაცა და იქ და კინკლაძე და აი აქსი რა და მოვიდნენ და დასვენდა ხა გადატენილია რა მთელი ეს სტადიონი ბიჭო წარმოიდგინე რა და ეხა მეც ვარ ესე საწყლად ბავშვი ვიყურები გვერდებზე მეგრელები სვანები ჩემი უბნელები ვიღაცები და როგორი პონტი ეცით ან გაბაზრებული მაქვს რომ არ ვარ რა კაი გუნჩი რა ხა ფეშენში კი დავდიოდი და დიდი სკოის იყო რა ქვია ტრადიციების საფეხბურთო გუნდი და ვოვა ელოშვილი რა იყო ძნელი აი შედი სტალინის ფოტო ედოში გნით და იმაში მითი რო ქვია 06-ით დადიოდა და მე ჩვენ გვეუბნებოდა ხოლმე რომ ეს ვაკელები რა დაყალებული ხალხი ხართ და რაღაც მაგრამ გუნდი იყო სუსტი რა ანუ რა ხო ხდები ანუ არაფერი ვაგებდით ხშირად კი რა ძალიან ხშირად ვაგებდით რა და რაღაც პონჩი უბანში მეკაიფებოდნენ ხოლმე რომ აი რაღაც ბანძ გუნჩი და კაი ფეხბურთელად ესე რაღაცნაირად თავიდან არ მიყურებდნენ რა მე და მე იყო ეგ და რომ დგავარ ეხა ამ გირაოზე და რაღაცა ბიჭო წინ ეხა მეორე დღეს ხო უკვე თამაში უნდა იყოს ამ საფეხბურთო ელიტის რა და წინა დღისით მიშა მესხი მე და ვიღაცეები და ნაწილი ჩემი გუნდელების ფეშენში ვინც ვაკელები იყვნენ შეგვიშვეს და ითამაშეთო რა ფეხბურთიო რა და ამ ფეხბურთის თამაშის დროს ეხა დავტკეპნიდით მოედანს თემა იყო გაიგე და რომ შეგვიშვეს ეხა ეს ბიჭები თამაშობ და არველაძეები იყვნენ იქითკენ თამაში მეორე დღეს არის მაგრამ ახლა სტადიონი შენდება შემოიერეს და მარველაძეები ერთმანეთში ლაპარაკობენ და რაღაცა მომენტში ეს ქვიშაც რო იყო რაღაც ავყლისთავდი ყლეურად დავარტყი და ეს ბურთი წავიდა და კინაღამ თავში მოხდა ბიჭო რა რომელიღაცას აჩის თუ შოთის და გამომხედეს იქით და ეს მიშა მესხი და ვიღაცები მეუბნები რომ რა არისო ბიჭო კლავო ხვალ კაცი ნაკრების მოთამაშეებს ბრიდაო თუ რაღაც გამეკაიფნენ სავით რა და ილო ახსენეს რა და არაფერი ახარც არველაძეებს უთქვიათ არაფერი გააგზელეს ლაპარაკი რა რაც ლაპარაკობდნენ მე მოვყვები ხო და ბიჭო ჩვეულებრივად ახლა მეორე დღე არის გადავსებულია ტრიბუნები ჩვენ უკვე დატკეპნილი გვაქვს წინა დღეს მოედანი გამზადებულია ქვიშა აღებული ძალიან ლამაზა ხასხასა და რა სიტუაციაც აგიხწერე იჩითებიან მაგრამ აჩი დგება კარში და ევასებოდა თუ რაღაცა თუ ფეხით გივა არ ვიცი მაგრამ კარში ჩადგა რა და ხელთათმანები გაიკეთა და ბიჭო აი ესე უყურებ რა ახლა 2 მეტრაშია ტიპი და უცებ აქეთკენ იყურება რა ჩვენი სექციისკენ რა და ესე მიყურებს და მოდის ჩვენსკენ რა და მეთქი პროსტა მოდის რა თან ესე აკეთებს რა ფეხსახურებს და ილო როგორ ახარ ილო მეუნება და მე შიგდა რამჭირს იცი რომ საიდან ვიცი მე თუ რაღაც მაგრამ დაბნეულობისგან ეგ მემართება ხომ ან შეიძლება ძალიან რომ დავიბნე უცებ ისე დავიჭირო თავი რომ აი და მეც აი შოკისგან და დაბნეულობისგან რავი ათ შე როგორ ხარ თუ აი ძალიან ისე რა ძალიან ისე უპასუხა და შიგნიდან აი დედა მაგ მოწყობი დუღვა ხდება რა და მიშა სად არის თო მიშა აკვეს ხარ არისო თუ რაღაცა და მე ვთხარი რავი გასულებიან აბა დავაი შენიც თო რაღაცა და გავი დადგა კარში და გააგზელეს თამაში და იცი რა დამემართა და როგორ მიყურებდა მთელი სასტავი იცი რომ მეორე დღეს გმირი ვიყავი რომ უბანში ვიღაცას რომ შვილი ეჭირა ეუბნებოდა რომ აი გაიზდები და შენ ცილოსავით აჩიკოს გაიცნობ და რაღაც ეგეთი ტიპი გავიჩითე რა ხო ხდები ანუ ძალიან თბილი მოგონებები მაგავშირებს მაგარი თან ძალიან აი შოთის რაც აქ არის ძალიან მართლა რაღაცნაირად ევროპული სტილის ფეხბურთელია რა აი დისციპლინა მისი მიდგომა მისი მაგიტომაც არის ყოველგვარი სარკაზმის და გადაობი მართლა ლეგენდები არიან ბიჭები ვინც ჩამოთვალეთ მარტო ფეხბურთის ნიჭი არ არის ნახე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ტიპი როგორი როჟა ხარ აი ხა შოთი მოახერხა ის რომ ყველა აი რა ვიცი ჰოლანდიაში შოტლანდიაში გესმის რავი თურქეთშიც სად არის თამაშა და ყველგან ინტეგრირდა ანუ ყველგან მიიღეს და ყველგან კულტურის ნაწილი გახდეს ხო რატო გიждდებიან და რატო ინტეგრირდა იმიტომ რომ განათლებული ტიპიც არის და ძალიან ბევრი რამე იცის იმ ქვეყანაზე სადაც ჩადის და ხო ხდები ტიპის გახსნილი არაფერი არ უკვის არაფერი ის და შესაბამისად ანუ ტიპებს ყველას შეუყვარდათ ვანგალი საყვარელი ფეხბურთელი იყო იძახდა რომ ეგეთი ჭკვიანი ფორვარდი მე არ ვიციოს ხო რა და ეხა რაზე ყვებოდნენ პროსტა ამას მოვყვები მე რომ ვიცი რომ დავარტყი და კინაღამ რომ მოხდა ლაპარაკობდნენ კინკლაძის ნიჭზე მაშინ
ხო, რა აი საიდან გაიგე. ხო, რა და არა აი მე ზუსტად იცი იქ ვიყავი. იქ მოძრაობდი და მარტო ბურთის დარტყმის დროს არა, ანუ ისედაც იქ ვიდექით და ხმამაღლა ლაპარაკობდნენ და ისმოდა ეხა ეს ყველაფერი. არა მარტო იმ დროს. მერეც, იმის მერეც იქ ვიყავით ის დღეები და კაროჩ ტიპი ყვება რომ ანუ კინგლაძე მაშინ აიაქსში გადავიდა, გაიგე და რაღაცა მომენტში ისეთი სიტუაცია იყო რომ დაიძაბა ვანგალსა და კინგლაძეს შორის ურთიერთობა, იმიტომ რომ ამას არ უნდოდა რომ პრაიზე ეთამაშა, მარცხნივ უნდოდა რომ შუაში ეთამაშა და ეხა არ ველაძე და შოთი და კიდევ ვიღაც ტიპით გას და ყვებიან რომ ბიჭო ისეთი პონტია თო არა დაგიждდებიან რომ ჩამოვიდა დენი ბლინტი თო ერთად იყვნენ ოთახში და დილით გამოვიდა იძახდა რომ ტრაკით კენწლისო ტიპიო თო ვინ არისო ესო და ყველა გიждდებოდა, მაგრამ ეხა ტიპი რო ეუნება რომ არ ვითამაშებს თოს ვანგალმა აგერ რივალდოა ის ამოაგდო სასტავიდან თო და ამას რას უზავდა თუ რაღაცა. აი მაგაზე ბაზრობდნენ ძალიან თავისუფლად ყველა რანიჭიერი იყო მან ფეხბურთის გუნდში, მაგრამ ყველა მათგანი ერთხმათ აღნიშნავდა რომ ანუ კინგლაძეს რანიჭის ჰქონდა ერთის დავიწყეთ ბაზარი. მე გიოსის მაგ ფეხბურთი მოგებული. კინგლაძეს ვიდო მაგას ვიტყვი თქო. რა გაქვს მოგებული? ფეხბურთი მოუგე გიოსის. PlayStation-ზე კი. მოგებული მაგ. ამას გავაბაზრებ თქო. თუ ახსოვს, არ ვიცი, მე მგონი ახსოვს, ადრე ძალიან ადრე რა. არა ბიჭო ფეხბურთი მაგარი. ხო და ეხა აი ალბათ ეს ჩემი პატარაობა, ის გულსხმატკივრობა რო ამოვჭრიდით და რაღაც ბრაიტნერები, რუმენიგი რაღაცეები, აი ჟურნალიდან რა ჟურნალები იყო მაშინ. ეხა ყველაფერია Google-ია, რაც გინდა, ყველაფერი წონა, ზომა, ყველაფერი. ვისთან ცხოვრობს, რა სჭამს, რასო ყველაფერი, მაშინ სად იყო ესენი და ეხლა რა გაზეთები გახსოვს აბა მაგ დროიდან? აუ არ მახსოვს ეს სარბიელი, ლელო 11-11-ზე, ლელო. პატარები რო იყო ეს. სპორტინფო. სპორტინფო. ნაწილი ალბათ არის. ჟურნალები იყო რაღაც. და მე სოფლიო სპორტი გაიჩნდა. ხო, ფერადი ჟურნალები იყო, ვიღაცა რაღაც სამოჭრეს გაჩუქებდა WhatsApp-ები ბავშვობაში და ესეთი გართობა ეგ იყო რა ჩვენი მაშინ. ეს კომუნისტების დროს ვამბობ რა. ილო დაგივარ და? კიტო. ჯვარი წერა ხალგად შევრცხვი. ნიჩ. ხო და ანუ ბიჭო რავი ხო აი ჩემთვის აი არა ეხლა რას ვამბობ იცი რომ ეხლა მე მაგალითად აი მართლა როგორც შოთიაჩიზე და გიოზე და რაღაცა და ბიჭებზე მე გულშემატკივრე გული მткиო და მართლა ეხა მჭირს იგივე ამ ყვარაზე არც ერთ თამაშს არ მაგავ არც ნაპოლის PSG-ს და მაგარი იყო არა ხო ნუ აი მაგისი ძმა მოდის კიდე ხო აი მაგას ამბობენ ეს ჭორის დონეზე ვიცი რომ ძალიან მე ვნახე მომენტები და აი სხვათა შორის მინდა რომ თუ ჩვენ კარგად გავხურდით მინდა რომ ერთხელ მოვიწვიოთ რა იმიტომ რომ ჩემთვის ეს ტიპის ლეგენდა რა რას ლაპარაკობ ჯერ ესეთი მიამაყებ მე საამაყოა თვითონ რომ აი საქართველოს კვარაცხელიას ჩემ პოდკასტში წინას ჩემი პოდკასტის წინა სტუდიაში მქონდა ხვიჩას კვარადონა რო ეწერა პოსტერი არა უშავს მე კიდე დავკითხე სადღაც აქ იქნება ახლა მოკლედ ხვიჩას მინდა ძალიან დიდი წარმატებები უსურვო და აი არ ვიცნობ მაგრამ მიყვარს ეს ბიჭი რა ძალიან მაგარია ჩემთვის არის რა ვიცი არა ეს არის მაგრამ კიდე ერთი იყო რა ვერ ვიპოვეთ არ არის ნაპოლის ერთი არის აიგერ მაგრამ ნაპოლის ეს ძალიან გინდა ფოტოსნა გინდა თუ არა მქონდა რა და კარგი თუ არ გახსოვს როგორ გამოიყურება ნახავ ისე ვიზე ვბაზრობთ არის კაროჩი კვარა არის ნაპოლის ფორმაში და ზემოთ აქვს შარავანდედი რა როგორც მარადონას ქონდა და კვარადონა წერია რა ანუ ეგეთი პოსტერი იყო და გაასტორიოს მეთქი მე უნდა იმას ესეთი ხო იმათ ცოტა გესენი აქვს რა ბიჭო ბავშვი ჩემი ისტორია ეხა როგორი იყო იცი ფეხბურთის ანუ წარმოიდგინე ანუ პატარაობაში რა არ უნდა და ჩემს რომ ფეხბურთზე მევლო რატო ბიჭო არ ვიცი აი რაღაცა უცნაური იყო რა ფეხებიდან გაგიხდი არა მეცნიერი ხალხი ხო ხდები ხა ერთი ფილოლოგი იყო მეორე როცა გერმანულიდან თარგმნიდა და თარგმნიდა და ხო თარგმნილობითი კოლეგია და რავი ლინგვისტები და რაღაც მაგრამ მე რაღაცა თითქოს აი ფეხბურთი და რაღაცნაირად თან ხო იცი როგორ ხდება რა ბავშვობაში ერთი ძნელი იყო თემურ თვალჭრელიძე თუ რა არა რაღაცა გვარი ქონა და კაროჩი ჩემი მეზობლები დადიოდნენ ბავშვები და რო თამაშობდნენ ხოლმე მე საქვაბე იყო თუ გახსოვს შემაშ ქალაქის ტერიტორიაზე და იმ საქვაბედან ვიყურებოდი და უყურებდი ხოლმე იმ პატარა მოედანზე როგორ თამაშობდნენ და რო გადმოვარდებოდათ ბურთია ერთი სული მქონდა რომ მიმერტყა მიმეცა მაგრამ რაღაცნაირად ჩემს რო არ უნდა და თითქოს ვერ ვედავდი მაგრამ უბანში სულ თამაშობდი და მე იმდენი ვითამაში უბანში დილით შუადღისით სიცხეში წარმოიდგინე ღამე იქ მე მაზიანები მიდიოდა ხოლმე უბანზე და იქ დიდები მეუნებოდნენ მოდი ითამაშე და რაღაცნაირად მე რომ მოუმატე შევედი გვიან 14 წლის შევედი და შევედი იმიტომ რომ მე მართლა მოვადგნენ ახლა რა უბნელები და უთხრეს რომ ბიჭო თამაშობს ტიპი რა და შეიყვანე ცოდუა ბავშვი თუ რაღაცა და მე მართლა შევედი მაინც ჩემით შევედი მაგრამ შევედი
და თან აი გუშინ ჩემიშვილის ჯერის მეგობართან ვიყავით რა მისულიც მაგაცობს ერთი ბავშვი არის თათი და მამამისიც ფეხბურთელია და აი ეგეც მიზიარებდა და იცი როგორ შემომაწვა ეს ფეხბურთის მიმართ სენტიმენტები იმიტომ რომ იმასაც ტრამვის თემა ქონდა მე ტრამვის თემა მაგრამ ორივე შემთხვევაში ეგ ტრამვა მონელებადი იყო საერთოდ ეგეთი სპორტი არ არსებობს მენტალური უფრო ქონდა ჩვენ ეგეთი პოპულარული და ეგეთი რას ლაპარაკობს ნუ არ ვიცი ხო და პირველია რა შე სპორტის სახეობაში პირველი ფეხბურთია და გარჩ გავიჩითე რა და მე ესე რომ მოუმატე და მე ის მე უკვე საქართველოს ჩემპიონატში ვიჯორჯიაში და ეხა მოგიყვები ერთ ისტორიას როგორი პატარა მაგრამ შეხება მქონდა დიდ ფეხბურთთან რა UEFA-ს და ინტერტოტოს თასზე მაგრამ ინტერტოტოს თასი იყო როგორც UEFA-ს თასის ნაწილი იყო რა ინტერტოტოზე უნდა მოგიგო ერთი 3 თამაში და გადადიოდი UEFA-ს თასზე მე და ეხლა ძალიან გამარტივებული არის რაღაცები და მაშინ ისე იყო რომ თუნდაც ინტერტოტოს თასზე რო გასულიყავი საფრანგეთის ჩემპიონატში უნდა დაგეკავებინა დაახლოებით მე-4 მე-5 ადგილი და ჩვენთან კიდე მეორე ადგილზე გასული და ჩვენ მაშინ ვიჯორჯია გავედით მეორეზე დავეტაკეთ მოკლედ ამ ინტერტოტოს თასის პონჩი ჯერ ავსტრიის რიდი იყო ეგეთი გუნდი უმაღლეს ლიგაში თამაშობდა ავსტრიაში მე რო შვარცენეგერს ვეჭყობ ხო კაროჩი იქ მოვიგეთ და სახში მოვიგეთ 2-1 იქ ვითამაშეთ 0-0 და გავედით რა ხო და მანდაც ძალიან მაგარი განცდა იყო მაგრამ ბიჭო მაინც რაღაც ავსტრიის რაღაცა და გეგონება მთაზე ვიყავით და ის სტადიონი ისეთი იყო რომ ძალიან ბევრი გულშემატკივარი და რამე არ იყო რა მაგრამ აი მერე უკვე საფრანგეთის ტრუასთან მოგვიწია თამაში და ტრუა უკვე მე-4 ადგილზე იყო გასული საფრანგეთში უმაღლეს ლიგაში და მისი სტადიონი რეკონსტრუქციის ქვეშ იყო თუ რაღაცა და მოკლედ მოგვიწია თამაში ოსერის სტადიონზე და ეს ოსერი როგორი გუნდი იყო იცი რომ აი ჩვენ რომ მაგ სტადიონზე ვითამაშეთ 2 წლით ადრე ითამაშეთ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა ოსერი და პატრიკ ლოკო და ჯუკიჩი და ვიღაცები, ანუ ვინც ტელევიზორში ვნახე, თავის დროზე და მინახავს, ის კი არა რომ ეხა ესე ბრაზილიელი რონალდოსავით უყურებდი ტიპებს, მაგრამ სხვადასხვა მიმოხილვების ნოს, სანდრო ცნობილაძეს რო აკეთებდა ხოლმე კავკასიაზე მიმოხილვებს, ეგ ტიპები ნანახი მყავდა. და ეხა იქ ვარ რა, იქ თამაშობდა. ჯერ როგორი სიტუაცია იცი, აი რითი მივხვდი რომ ჩვენ უეჭველი მაგრა წავაგებდით, ავტობუსით რომ მივედით. ჯერ ისინი როგორ ჩამოვიდნენ ავტობუსიდან და ჩვენ როგორ ჩამოვედით ავტობუსიდან. რომ მოვდიოდით პარიზში ქალაქში რა ვიღაცამ დაინახა რომ გოგო და ბიჭი ზასაობენ რა და ჩვენ ახლა რა დროდან მოვდივართ ხო ხდები 2001-ია თუ რაღაცა და აკაკუ ეღლეო ხედავთ რაღაცა აი რატო ბიჭი კოცი რომ მეტი რა ხო არაფერი მაგრამ ჩამოინგრა შეჩემა მთელი ავტობუსი ნახე პირველად ნახეთ მე მგონი ქუჩაში ჩვენთან არ ზასაობდნენ და რომ ჩავედით ერთი ფეხბურთელი არ მინდა თქვა მეგრელი იყო რა ჩამოდის ავტობუსიდან და კაროჩი ჩავდივართ და შევდივართ იქ და წესია ესეთია რომ სტადიონის დირექტორი ხდება რა და გეუბნება რომ ეს რაღაცა მოგესალმება და აბა მიბრძანდით გასახდელს განახებს რაღაცა მე თქვენ გამოიწვით გახოთ სტადიონზე და ეს ტიპი რომ დახვდა და c'est le pensu mais bonjour les georgiens de la passe les UEFA tu t'en sais plus parot 3 რაღაცებს გვეუბნება და welcome თუ რაღაცა და ეს მეგრელი უყურებს მიდის და მიხვდა რა ხო იცის რომ არ იცის ქართული და მაინც ფრთხილობს ოღონდ მიდის და არ თმევს ხაზ და ეს ხო ეუნება თქო თემეს და შენი დედა მოტყან მე ეუნება ეს და ის c'est le peu tu patron და არის მიზამყლეს და გაუხარდა კაიგე და შევედი მე გამოვედი შეჩემა ისინი აი როგორ აი აი რატო პროსტა თორე კი მე გავედით ბიჭო სტადიონზე ჩვენები ელდეპოში დადიოდნენ ცოტა მოსუქებულები რაღაცები ყველა არა მაგრამ ზოგი იქნებოდა იცი აი იმას იცნობ კე ბიჭო კიდე ხა დაურეკო ვაგინო კიდე დაურეკო და ბიჭო წარმოიდგინა და გავედით მოედანზე რომ გავედით ეხა მე ძირითადში არ ვარ რა უნდა შევიდე ზამენაზე და რომ მიდის ეხა ეს ვარჯიში ჯერ ხო ქართული ფეხბურთელების პონტი მაშინ რა ქონდა რა რომ მე არ მეზარებოდა ვაღიარებ რა არ ციგარეტს ვეწევდი არა შენ დაუზარელი ხარ აი მართლა არ მეზა ფეხბურთით ან რას ლაპარაკობ და ვიღაცები ყაო ბურთზე გადავიდეთ რა ხა კიდე გვარბენინე თუ დავიღალე რაღა ვითამაშო ეგეთი ტერმინები და ისინი როგორ იყვნენ იცის უცნელი გამოვიდა ეს თქო პაპესი მემებრე თუ რაღაცა და ეს ტიპები აი როგორ სუხიშვილები რა არ ლაპარაკობენ აგორავებენ საქმიანად აი ესეთ ანდროიდები ვით თავის საქმეს აკეთებენ ჩვენი კიდე გუში ნახე შეჩემა იქ ისა აი რაღაც იქ წამოვედით მე ხوار გავიპაროთ ხამი და ეგეთი ლაპარაკები მიდის საგულაოდ ხარ ნუ ეხა ხო მაგრამ არა თლადეგრე არა რა თქმა უნდა ნაწილი ფეხბურთელები ძალიან სერიოზულად არის განწყობილი მაგრამ ვიღაცებს პროსტა ევასებოდა დალევა ხინკალი ისე ქვია საჭმელი გაიზ და ზოგი მოსუქებული ვით არის და ეს სიტუაცია და მე მოგიყვები გულაო დაიწყო ბიჭო თამაში რა და ეხა მე კი ამას ხო შოკში ვარ იმიტომ რომ ჩვენთან ისეთი დრო იყო რომ მაშინ 4 სტადიონი იყო სულ ერთი მცხეთაში ვიჯორჯია სტადიონი სადაც ითამაშებოდა ხან ფორმაში იყო და ხან არა დინამოსი რომელიც ნუ ეხა ყველას ვიხაროთ რომ დინამოსთან გვიწევს თამაში ერთი და ეგეთ სტადიონზე მეორე
და ნუ შევარდენის სტადიონი იყო და ნუ ქუთაისის ტორპედო რა. ანუ მეტი არ იყო და ხა წარმოიდგინე ჩვენ ვართ სტადიონზე, რომელიც ნუ აი ისეთი გაზონი რაღაც საოცრება ბალახია. დაახლოებით 40,000 ადამიანეტევა და გადატენილია და მაშინ იქაც რო ხარ, ან შეცვლაზეც რო ხარ, მაშინაც კი გზნობ ამ ოდესე ჟეტენ ვა თუ რაღაცა და გავარ შოქში ვარ. მეთქი აქ რო შემიყვანოს აქ რა უნდა ვქნა ახლა. პირველი ტაიმის მერე არის 6-0 ვაგებთ. აი რა გვიქნა ისიც თან ერთი თავდასხმელი ყავდათ ნიანი რა შავკანიანი იყო და როგორ დარბოდა ხო ხდები და ჩვენთან იყო ერთი მცველი რა ჭანკოტოც და პირველად ვნახე რომ აი მხელა დისტანციაზე ტიპი აი ბურთთან იყო აი აქ იყო ბურთი აქ იყო ჭანკოტაძე და ის იყო სადღაც ტრაქში და იგე და ეს ხო მიდიოდა და იმან და მიასწრო რა და აი გაგვათახსირეს შემიყვანა მეორე ტაიმში ისე უნდა ვთქვა რომ 6-0 მორჩა მაგრამ ტყუილა შეხვედი ხო რა აქეთ გავიდა არც აქეთ გავიდა რა და 6-0 და ბიჭო გავარ და აი ქართველის ხმას რამხელა ძალა აქვს რო აი ტყო ჟიდი ხო არის და ვიღაცის ხმამისთვის კრაიზე ვარ რა და შავკანი ანუ მე მარჯვენას თამაშობდა მარცხენიდან ვინც იყო იქიდან რა კრაიზე რო ეძახიან ანუ მარცხენა ფრთაზე ვინც თამაშობდა იყო შავკანიანი და ეს რაღაცა ბანძის სტერეოტიპი ხო მაინც ქონდა რომ სტრაფები არიან ბაბანგიდა და ათლეტურები და სტრაფები და მე თვითონაც სირბილი მეოსებოდა და ეხლა ვერ ხვდები გავიგდო ბურთი რა და გავმასწრებს არ გამწამის მეასედებში ვფიქრობ მაგას და თან იქიდან მესმის ვიღაცა ქართულის ხმა მიდილომო იძახის იქიდან ამდენ ფრანგში უცები გაიბა და ყველაზე მეტად მაგის ხმა ის და მეთქი გავიგდებ და პირდაპირ აი ფიქრში და იმაში იმდენი ვიფიქრე რომ პირველად შავკანიანის წინაშე დავდექი და რა უნდა ვქნა რომ ამაუყლის თავდი შეჭმა პროსტა დავეცი რა ანუ ფეხი გადამიბრუნდა რა ამდენ ფიქრში და ეს ტომი და ჯერში რო ხო საკუთარ თავს ვაყენებს აი ეგრე წამოვაყენე გავაგზე გაგვათახსირეს აი გაგვათახსირეს მე აქ ვითამაშეთ აქ 1-1 მორჩა 1-0 ვაგებდით ანუ ორი თამაში ჯამში 7-0 ვაგებდით და 90,000-ზე გავიტანეთ და არგინა აიცი როგორ აღნიშნეთ თუ რაღაცა 7-1-ია აჩერდი რა საღნიშნო ფეხბურთი არის არ ვიცი მე მაგალითად ცხოვრებაში ძმაო აი გუშინ რო გითხარი იმის ველაპარაკებოდი მეთქი ბექაპი რა ისეთ ფეხბურთელი იყო მაგას ვიძახდით რომ რამხელა ტრავმაა და რამხელა მურტალი რამეა როცა ფეხბურთს რო შეეშვები და მე რო ფეხბურთი და რამხელა სიამოვნებასაც იღებდი რო ვეღარიებ ცხოვრებაში და აი ეძებ მე სულ ეძებ იგივე ადრენალინს იგივე ბედნიერებას იგივე შეგრძნებებს და აზარტს და რაღაცას მე აი წაგება მოგების დროს და საქართველოს თამაშობს და ხუჭარო თამაშობს რა მემართება იცი ან ემოციურად ვივსები თუ რაღაცა კაი პასი ან კაროჩი ასისტი გააკეთა ან პირიქით მაგარი და აი ემოციები ძალიან მოქმედ მე მახსოვს ბავშვობაში რომ ვიღაც ტიპები გულით გარდაიცვალნენ წარმოიდგინე და აი ბალიში კი იყო ტიპი და ხო იყვნენ ხო და ბრაზილია და იტალიაში განსაკუთრებით შენ იმ მენტალობაზე მახსენდება просто გაცადე რა და აი წახვედი და თან გულაობა და თან რაღაცა არ ვიტყვი სახელები გვარი და 4 ტიპი ჩავიდა ფლორენციაში რა იმიტომ რომ ერთს უყვარდა თიკუნა სიტყვაზე რა ეს თიკუნა იქ არის პადრუგებთან ერთად და ესენი ჩააკითხეს ნუ არს უბანს არ ვიტყვი მაგრამ 4 ტიპი წავიდა თან ადროა იცი რომ აი უკვე თურქეთში და საბერძნეთში გადიხარ რა და ძალიან ისეთ ევროპეისკი აი საფრანგეთი იტალია ისე იქითკენ ცოტა იშვიათია და ფლორენციაში გოგო და ესენი ჩაადგნენ რა ეს ბიჭები რა ერთი შევიდა და კაროჩი და უკვე მაშინ არის ნომერში ერთი შევიდა აბაზანაში რაღაცა გამოვიდა პირსახოცი რა იმზადება რომ თიკუნას უნდა ნახოს ჩაადგეს შეყვარება და ერთი წევს ესე და ფლორენციაში ეს და კარტი მაინც წამოგვიყო ოკეი. ფერი ვერ მონახა სხვა ახალგაზრდული. ფლორენციაში ხარ შეჭრა. კარტი მა ჯოკერი მოუნდა რა. ეგ რა გჭირს ისეთ. არ ვიცი აი საშინელება. ერთი ეგეთი შემთხვევა იყო, გიტყვი ტიპი იყო, რომელიც აი ძალიან ყველაფრით უკმაყოფილო იყო ტიპი რა, ფხიზელი იყო, არაფხიზელი იყო, აი როგორ ჟა იყო, იცი რა. აუ კაროჩე რა ეს აი აუ აღარ მინდა რა, ეგეთი ტიპები ხო არიან აი გაცრავთ ერთი ვისკი თუ შეიძლებათ. აუ სად არის? არ მინდა. აუ ეგ ვისკი აღარ ხო არიან ეგეთი ტიპები და აღარ მინდა. კარგად არ შეუულია იყოს რა ის თუ არ წუწუნებს დისკომფორტშია და გარჩე ბერლინშია რა ეს ტიპი რა ერთხელ მიყვება ჩემი მეგობარი და ბერლინში არიან და რაღაცა როგორი კლუბია იცი რომ აი რა ვიცი აი ძალიან ბოუი შეიძლება გაგეძროს უცებ რა ეგეთ სიტუაციაში ის გოგო ვისაც ეს გაყვა იყო რეჟისორი და რაღაცა მაგრამ ეს ვაფშე სხვა ტიპი და ახლა ყველაფერი კარგად არის აი ისეთი ვერაფერზე ვერ წუწუნებს და იტანჯება ტიპი რა იმდენად დიალოგ გარემოშია რომ აი სუდათაა რომ რაღაც უნდა და ბოლოს რა გამონახა სიგარეტს ეწევა და დიდი საფერფლე იყო ესეთი ხრუსტალის საფერფლეს როზე დიდი ისეთი რა და ეწევა ჩააფერა აუ რამხელა საფერფლე
მაინც გამონახა რაღაცა. ეგ რა ბაზარი გჭირს ბიჭო ქართველებს რომ აი რაღაცა თუ არ არსებობს. აი ტრალი ბაბუები რო არა ხო ბურდა გიჭრით ახლა. ესეთი мама ყავდა რომ ყველაფერი აი არაფერი რო არ მოწონს სახში და ერთხელ მოილაპარაკეს რომ ძმებმა რომ დედაო შენო სადილიც გააკეთო კომპოტი რო ევასებაო ისეთ გავაკეთო ატმისო მეორე მეცადინეფო ესეც სახელებს ავამე ესეც იმეცადი ჩემი ძმაც იმეცადი შენ გეოგრაფიაში გუში რო გაგეხურავ ის მაგრათი მეცადინეო რაღაცაო მეო ეს ისტორიას გამოვასწორებ და დავდიდო და დაველოდოთ სამსახურიდან რომ დავდიდო და კარგი რამეცადა სახლი მოპილასოსებული რაღა პერესტანოკა ამ ლამაზად ყველაფერი ერთი პირველი მეორე სუპი ისა სადილი ყველაფერი მზად არის რომ არაფერზე არ გააკრა და კალების ხმა და დასხნენ ესე ტელევიზორთან ზია და შემოვიდა ეს მაგას ზიხართ არა თქვენი დედა მო აი რა რატო აი რატო ზიხართ აი ის არა აი პირველი ვაზე იჯეკი ზიხართ კი არა და მე მაქაიახე რომ გავხედე აუ ეს გააც ეს ძალიან მაგარი ამბავია აი ეს არ არის unboxing-ი ეს არის ჩვენმა ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა ნიკოლოზმა ეს არის Sharp and Journey რო დამპირდა და ვაკაჭიზე და ილოზე იყოს ვაკაჭიზე ერთი დანა ჩვენგან იყოსო რო დაწერა კომენტარში ხო კომენტარებში და ძალიან კარგმა ადამიანმა მოდი კიდე გახსენი მაიტა მე აქედან რაღაც მაინც დავანა მე მოკლე და კონკრეტული ვარ Sharp ნიკოლოზ დიდი მადლობა საჩუქრით მაგრამ სპეციალურად არ გავხსენით ეხა გავხსნით ამას ხო სპეციალურად არ გავხსნა და ეხა მომანდო ეს პატივი როგორ ვიყვა აბა ნახე Sharp Journey ეს არის ვაკაჭი ეს წესით პირიქით არ უნდა იყოს ანუ ილო და ხედავ როგორი პატარა გაქვს შენ მოგიკვდი მე იჩი აბა ეს დანა ნახე რა კაი ვიქტორინოქსი კაცი ვარ მეთქი ხო ვიძახდი მე ვა მე ნახე როგორი სათევზაოდ გასა რაღაც ძალიან მაგარი დანა გაიცა ძალიან მაგარი დანა რა მაგარი მორანა ეს დანა არ არის ის არის რო ქვია საკიდი ეს არის ესპანური დანა თუ არ ხსები რა მე დანებში ელ ხიმენეს თუ რა ქვია მაგარი ფოლადია კამას აქვს ძალიან ესეც შეგიძლიათ უგლიროდი როგორ არის ნახშირბადება ძალიან ბევრი ეს ამას ფხაკ ძალიან მაგარი მაგრაილესება კარგია რომ სტაფილოსფერია იმიტომ რომ მე მიყვარს ესეთ ფერადები იმიტომ რომ ნაკლებად შეიძლება დაიკარგოს მინდორში კაი რამეა ასე რომ არ მოგერიდოთ ხოლმე კომენტარებში თუ მოგინდებათ რამის გამოგზავნა made in Sweden მორა ხო ეგ არის შვედური ვიქტორინოქსია ეს ვიქტორინოქსი ვაიმე რა გალესილია აუ ძალიან დიდი მადლობა ნიკოლოზ დიდი მადლობა და Sharp Journey მოგცემ და აი თავისი ის აქვს ჩამოსაკიდებელი და ვა რა მაგარია მე მინდა გითხრათ ერთი რაღაცა ბატონო ნიკოლოზ თუ ქუჩაში შევხვდი გამაჩერე და რა ვიცი მივესალმოთ ერთ არ გიცნო მაგრამ ძალიან დიდი მადლობა და ხურდა გეკუთვნით შავი ფული დანას რო გჩუქნიან ესეთი ის ღამე თუ მოგიახლოვდება ეს კაცი მიაწოდე რა იჭედოს რა აჰა შენც ნახე ძალიან ბასრია და რაღაცა ეხა უთმობ ძალიან დიდი მადლობა მართლა სასიამოვნო არის ოღონდ ისიც თქვა და წინაზეც თქვით ჩვენ რომ ეს სამხრივი არ იქნება კაცო ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში სასიამოვნოა მაგრამ ჩვენ ვაპირებთ რომ ჩვენც გავაკეთოთ ხოლმე საჩუქრები უბრალოდ შემდეგ გადაცემაზე შენ unboxing-ი ახსენე რო თქვი რომ ეს unboxing-ი კი ველოდებით მოდი მაშინ უთხარი ხალხს რა სანამ მოუწევ ამას რომ unboxing-თან დაკავშირებით შემდეგი და ხო ვაპირებ არა შემდეგი გამოწერილი გვაქვს თაზომ გამოგვიწერა რაღაცები მაგრამ არ გვეუბნება რა და კარგიც არის ხო ეხლა თუ იცი უკვე და ისეთებიაო და რა არისო მოკლედ არც გეოტყვი თუ არც იღადავა არც სერიოზულად თქვა მოკლედ გამოწერილია და როდის ჩამოხ თუ არ დააგვენა თვითონ ეხლა მომწოდებელმა ჩამოვა გავხსნით გადაცემიდან გვექნება ამ ეს ჩვენთვისაც რაღაცებს დავიტოვებ თუ ძალიან მომეწონა დავიტოვებ თუ რაღაცეებ შენ გაჩუქებ რო არ მოწოდე ეგეთი საჩუქარი რა არის რო არ მოწოდე რაღაც სისულეს წვანე ჯემპრი მაჩუქა ერთმა მაგრამ მოგიხდა ისეთი ყლეობა იყო აი ვერც გადავა სხვასაც ვერ ვაჩუქე აი რატო მე მევასება ესეც საჩუქე შენც რო გევასება და ვა ის კი არა რომ აი შემოწირულობა და ვაიმე ვგიჟდები აი რაღაც მაშინ რას გითხავ იცი როგორი საჩუქარი გირჩევნი აი მაგალითისთვის რა აი ეს იყო ძალიან კარგი საჩუქარი ეხლა ნიკოლოზ აი მაგალითისთვის თქვათ რა
რაღაც ახალი iPhone-ი გირჩევნია აი გაჩუქო. კეთუთან მაგალითად ჯინსები გამომიწერა მაჩუკა. მაგაი პერიოდი. ნახე, GTA. ბიჭო, ხო და რა მაინტერესებს? აი მაგალითად რა გირჩევნია ახალი iPhone-ი მოგცენ თუ რაღაცა ისეთი საჩუქარი, რომელიც შეიძლება $100. ხო, ოღონდ აი ნაფიქრია. შენ ტიპზე მორგებული. ანუ რა მაჩუქანო რას ამბობ? აი მაგალითად რაღაცა iPhone-ი ან საათი, ეგ ხო ისეთია, რომ აი უნივერსალური საჩუქრები რაც არის, რომ იცი რომ ყველას გაუსწორდება. ეგეთი საჩუქარი გირჩევნია, მაგრამ ძვირიანი იყოს თუ ნაკლებად ძვირიანი საჩუქარი, მაგრამ იმენა აი შენზე რომ ნაფიქრი, რომ იფიქრა და იჩალიჩა და რაღაცა. ხო, აი მე რო გამისწორდი. ხო, საერთოდ ეგეთი საჩუქარი მევასება რა. მე მაგალითად რა ვიცი, აი ყავს შეძლებული მეგობარი, მაგრამ ვიცი რომ რაღაცა ევასება და მიჩევნე ეს ვაჩუქო რა, ან ნახატი ჩემი, რომელიც არ გამეორდება, ჩემი იმიტომ კი არა, მაგარი მხატვარიო. რაღაცა ის რაც არ იყიდება, რაღაცა ისეთი რომ ერთია და აი რაღაც საიდანღაც გამომძვრალი, აი კარგია და ვიცი რომ მას უყვარს. მოწონს ეს ნივთი. შეიძლება ეს დანა იყოს. შენ იმჩნევ თუ რამე გაჩუქეს და არ მოგეწონა? არა, ეგ აუ მაგარი რა ხელა ძალისხმევა და ენერგია იყო, იცი, ხა მხატვარი ვარ და ეგეთი მწვანე არ ვიცი. აი არა არც ფოსფორისფერი, აი ძალიან გოიმური მწვანე იყო, აი როგორ გითხრა, არ ვიცი რა, რა გიხსენა. და რაღაც ვარდისფერი ზოლი ქონდა თუ რაღაც, აი წარმოგიდგინე აუ საშინელება, ნუ და აუ მეთქი რა მაგარი, რატო უნდა ეჩუქებ, ანუ ნიჩიო რა, აი მოდი ფეხბურთს დაუბრუნდეთ ისევ რა ხან ძირითადად თემად ეს გვაქვს და აღნიშნეთ ახლა თასების თასი გასაგებია, მაგრამ მე პირადად მაშინ ძალიან პატარა ვიყავ. ძირითადი თემა კი არა, ზეგალი თამაში, ხო, როდის ხო და სანამ მაგაზეც ვისაუბრებთ კიდევ მე სომხეთთან შანსებს, მაგრამ სანერვულო ჩვენ არ გვექნება. ეხლა ფეხბურთი ყველა მისცა. ერთი პროსტო უბრალოდ მინდოდა რომ ყვარას იქაცე თამაშა, მაგრამ ნუ ნიჩ. მე იმედი მაქვს რომ იმედი მოვიგე. ნაკრებმა იქ დაიმსახურა რომ ნებისმიერ არა, ისეთი კი არა, ისე იმედი მაქვს და რა 60%. 100%-იანი აი ჯერა რა. არა, მე 100%-ს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ეხა ფეხბურთი მართლა ყველა მისცა. ხო, მაგრამ მაგრები ყავს, ეხა ყველა მაგარია. ფავორიტები ჩვენ ვართ. მაგაზე არა და კაშია გამორჩებიან თამაშს და დანარჩენები თამაშობენ ეხა რა უნდა ქნან ეხა. იშტოიანოვი გახსოვს და იშტოიანი თურმე ისეთი უშნო იყო. ვიცი, ხო. გოლს რო გაიტანე არ ეხუტებოდნენ, არო. ძიოთ. და ფეხბურთი ეხა ნახე რა მინდა კითხო, რა იყო შენთვის ყველაზე უფრო, აი რო გადახედო საქართველოს ნაკრების ისტორიას თუნდაც რა, ან თუნდაც დინამოს ისტორიას. 91 წელი იყო. აი არა 90-დან თქვა ის ხო 91 ბაზარი არ არის. 90 დამოუკიდებლობის პერიოდიდან რა მოყოლებული, დღემდე შენთვის აი ყველაზე ემოციონალური რა მომენტები გახსენდება? ყველაზე მაგარი მომენტები? ხო, აი ან პერიოდი როცა აი მართლა რაღაც ფეხბურთს მიდია. ეხლა მე მაგალითად მახსოვს ეროვნულ ჩემპიონატში დავესწარი პირველ თამაშს, რომელი თამაში იყო არ მახსოვს, მარგვეთი გურია თუ რაღაცა იყო დინამოს სტადიონზე და მაშინ მახსოვს რომ მამაც შემო წამიყვანა და ძალიან პატარა ვიყავი და დინამოს ზედაიაროზე ვიყავი და მეგონა რომ აი მე შინოდ ამ ხელა სივრცე ნანახი არ მქონა არა ზოს ესეთი სიმაღლიდან რა. ბოლოს შენთვის რა იყო? აი ბოლოს მახსენდება, ნუ ის ემოცია რომ აი სტადიონის ემოცია, ხა ტელევიზორში და რა ტრანსლაციაზე არა, აი სტადიონის იყო ესეთი რომ ბათუმში ვიყავით. და ბათუმის დინამო ეთამაშებოდა კრასნოდარს. და ნუ ჯერატი რა ტიპაჟები ჩამონეს. ეგ როდის იძახის? აუ მე გეუბნები აი ბოლოს რა აი სტადიონები მე არ უვიდა. დამოუკიდებლობის პერიოდში იძახი თუ SSR-ში ჩამოვიდნენ ვიღაც 6 კაცი იყვნენ კრასნოდარ ისე გულშემატკი. ჰეი კუბან იძი პიროს კრასნოდარ პამია დუშდ და კეთა ქართულ. მოკლეს ის 6 კაცი მე მგონი ჩაახჩეს ერთი რა ბუიოგზე ეკიდა და დედა უტირეს. არა ეს ისეთი ემოცია იყო, მაგრამ აქეთკენ რაც მახსოვს სუ ტრანსლაცია აი სუ ტელევიზორი რა. ხო. ტელევიზორში და ეს მოგამი. მე იმიტომ ამ დღეს მე და ჩემი ცოლით ბაზრობდით რომ რა მაგარი იქნებოდა, სუ მაგას ბაზრობ რომ ისე აღმოცენდეს ჩვენთან ფეხბურთი და აი თქო საბჭოთა კავშირის დროს მაინც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი რო იყო, ისე ძლიერი გუნდები ხდებოდა. ეხლა გეხვეწები ის წყალს ის მოვაცრე რა. ხო, მაცხოვე. არა, რას ვამოფიცი რომ არ გამოჩნდეს, შენ არ ქნა რა გამოჩნდება. არა ის მომას ხო და ისეთი ეხლა საქართველოს ჩემპიონატი რა არის ნუ აი გურიას ყავს კახეთს თელავს ისა რა ქვია გორი აჭარა ნუ რაღაცა და მაინც სლაბად მიდის და წარმოიდგინე ეხლა აი ლა ლიგას პონჩი რო ვიყოთ და რამხე გინდათ შემოსავალი როგორი იქნება ინფრასტრუქტურა როგორი იქნებოდა სტუმრობანა რა ვიცი რამხელა ფულია რა და მე აი დიდი სიამოვნებით
მე რო ვიყო სპორტის მინისტრი, კულტურისა და სპორტის მინისტრი, აი თელმაყუც გავისურვებდი, არ ვიცი, ნუ რაღაცა გამოვიდოდა იმ 4 წელიწადში, როცა ამირჩევდნენ თუ რა ვიქნებოდი, მაგრამ ესეთი მაგარი სპორტი, ესეთი შოუ, ესეთი გინდა მარკეტინგულად, გინდა ქვეყნისთვის, გინდა ტურისტულად, არ ვიცი, რა მეც მინდა რა. არ ვიცი, აი ეს უნდა თან მით უმეტეს რომ ძალიან მაგარი ფეხბურთელები ყავს. ალიყავი შენ როცა ჩვენ გავედით ევროპის ჩემპიონატზე, ანუ საიდან უყურე სტადიონზე იყავი, სახში იყავი, მეგობრებთან ერთად იყავი. სახში ვიყავ. აი ეგ რო გაიხსენო რა ხდებოდა მაგ პერიოდში. ხო, რო გავედით პენლებით რო საბერძნეთთან რო პენლებით გავედით. ეხლა სახში ვიყავით ხო და დედას გეფიცები, დედმამის საფლავს პიცა. ნუ კატო მეუბნეო, ნუ ნერვიულობ რაღაცა და ისე ცუდად გავხდით. დედა მომიკვდეს. კაუჩე წრევა ამეწია 170 იყო 100-ზე. ესენი მოვიდა მაგნეზია გამიკეთეს და მაგნეზია რა არის, იცი? იქ ხო ისინი ხო მაყურებელები ხო ტალღას ხო აკეთებდნენ. და მე მქონდა ესეთი ტალღა. ვау, ესეთი შინაგანი ტალღები. რაღაცა მოდი და გაცხელდება. მოდი ამან ვაფშე თუდად გამხდა და საშინელება. და აი ბოლოს ესე ვიყავი და მე ფეხბურთს აღარ შევხედავ რა, აღარ უყურო ფეხბურთს. ძალიან ემოციური ვარ რა და მეც და მე მახსოვს მარტო ვიყავი, ანუ მარტო იმიტომ ერთი ორჯერ კვარაზე აი ვიტირე. ხო და აი გითხარი. მართლა გეუბნები დედას გეფიცები. ნაკრები თამაშობ საბერძნეთთან რა, ლუქსემბურგის ემოციები ჯერ კიდე დიდი ხნის გასული. პირველი გოლი რო გავუტანა ეს გადავირია ხო და აიყო. ლუქსემბურგთან დიდი ხნის გასული არც იყო ემოციები, საბერძნეთთან რო თამაში ქონა და პენლებამდე რომ მივიდა, ნუ იმისი მეშინოდა რომ ზოგადად ადრე რაღაცნაირად ესეთი ის იყო, მიდგომა იყო რა და მამაჩემიც ამბობდა მაგას, მაგრამ მამაჩემზე არ არის მარტო, ბევრი ამბობდა რომ სამხრეთული ტემპერამენტის ხალხისთვის პენლების დარტყმა არის რთული, აი გერმანელებისთვის უფრო ადვილი რა. შოთი არ ურტყავდა. თქვა ნერვების პონჩი და რაღაც ვიძახი რა და ჩვენ რო უნდა დაგვერტყა ეს პენლები. ძალიან ღელავდი რომ აი ჩვენმა ეს ტემპერამენტი აი რა ფენომენი იმ დღეს მე და ჩემი შვილი ვთქვამთ რომ პენალტის დარტყმა ვაფშე სხვა რაღაც არის. ხო რა, ანუ ტიპიც რა მწნელი რო არჩევს მაგალითად პენალტი ვინ დაარტყას. ანუ იცის რა, იცნობს კარგად თავის ფეხბურთელებს და ხვდება. რა ნერვი აქვს, რა ფსიქოლოგიური ყველაფერს მნიშვნელობა აქვს რა, ზოგადად რა ტიპია, მენტალურად რა ტიპია, რამდენად სისხლიანია, წნეხს როგორ უძლებს, არ უძლებს, თამაშის დროს მისდის, არ მისდის, ზოგს თავისი სრუწმენები აქვს. ხტები, ანუ ხუთ იმას რო აწვდიმ საჯებს რა, ფსიქოლოგიური მომზადება. ხუთეულს რა, ვინც უნდა დაარტყას პენალტი, ეგ მწნელს უკვე ნამოსგავები, ანუ აზრები აქვს რა. და სახში ვზივარ მარტო იმიტომ რომ მან იმ ბავშვები დააძინა და თვითონაც ჩაეძინა. და მე სასმელს არ ვეკარებოდი ძალიან დიდი ხანი რა და მარტო მაგ დღისთვის ვიყიდე ლუდი, ჩავედი თევზი ლუდი რაღაც რო აი მეთქი ეს ფეხბურთს აღარ უყურებდი მე აი მარტო ნაპოლი და თუ ნაკრები თამაშობდა მაგითო ისიც იმიტომ რომ მე ნაპოლიდან დავიწყე ყურება მქონდა რატომაც არ უყურებდი ფეხბურთს იმიტომ რომ ვიგრუზებოდი იმიტომ რომ ფეხბურთელი ვიყავი და მახსენდებოდა რაღაცები და ნუ კარგი ზუსტად ეგრე ვიყავი წავედი ლუდი ხვიჩამ დამაწყებინა ფეხბურთის ყურება დედას გეფიცე ეს და წავედი მოვიტანე რაღაც ეს ლუდი გავარ თევზი რამე და რო გავედით, ანუ ჯერ ხო უკვე როგორი პიკზე იყო ასული უკვე ამბავი და ეს პენალტი რო გავიტანეთ და რო გავიაზრეთ, რო გავედით ევროპის ჩემპიონატზე, ბიჭო, ჯერ ხო რაღაცა უზომოსიხარული იყო და ანუ რაღაცა ოღონდ ის ვერ გავიგე ბაგებში რატო არ იყო, რაღაც ხმაც კი არ გამიგია ისეთი რა. ერთი ორი შეძახილი მარტო, მაგრამ ესე არ. და კამის გააზრებაში ვარ, მეთქი ეს რა მოხდა? რატო იცი? იმიტომ რომ წარმოვიდგინე, გამახსენდა ყველაფერი, გამახსენდა ეს 90-იან წლებში ვაჩუქოთ ერთმანეთის ტიტები, გავაშიარე კიდევაც Facebook-ზე, რომ ანუ რაპონში, ანუ ამეტირე რა და რატო ამეტირე? იცი მე დილით შემიცოლი და დამცინოდა რომ შესიებული სახით ვიყავი რა და დილით ესეთი რაღაცნაირი. რა გჭირს შეჭი მე იტირეო ხამეო თუ რა არისო და მე არა რა შესულელია თუ. დილა რო არის ესეთი შესიებული ნამტირალებზე ტყვა კიდე უფრო ჩანდა და ლუდის დალეული მქონდა და მარტო როტი. ხო და ანუ როგორი რაღაც რატო გამახსენდა იცი ეგ რო გამახსენდა მე თვითონაც რო თამაშობდი რა პირობები იყო 90-იან წლებში სადამდე წავიდა ფეხბურთი რამდენი ნიჭიერი ადამიანი იყო რომელიც ჩაიკარგა დაიკარგა რაღაცებს გადაყვა და აი იმ მთელი განვლილი პერიოდი გამახსენდა და მივედი და ზოგადად ქვეყანამაც რამდენი რამე გადაიტანა და რომ აი ახლა ევროპის ჩემპიონატზე მაგ დროს რო ყავდა ვაფშე ფეხბურთი არ გიკვირს ბიჭო მარტო ლობიო და ის რომელია სიგუას ნამცხვარი თუ რაღაცა რატო აი რახან გამახსენდა მეთქი მთელი განვლილი პერიოდი ეგ როგორი სიტუაციები იყო იცი რომ წნორის მილანთან რო თამაშობდა ვიღაცებს მილანის ფორმაზე რო შევჩენკო აწერიათ და კალაძე შეჩემო უმაღლეს ლიგაში აი ეგეთ დროში ვთამაშობდით და პირველ ლიგაში რო ვიყავი მსაჯი იყო ესე ბალახი ქონა გაჭრილი პირში და თამაში აღარ ექნება იძახის რა ესე
რეტებში თამაში რატო ვეკითხებით დახაზვის ფული არავინ არ მომცა და რატომ არ ახაზო რაღაცა და აუ მიდი რა შეაგროვეთ 2 ლარი ამით ხონა წავსულიყავით პერაშკები გვეყიდა პერაშკი მოიცა თამაში რა არ გვექნება და აქედან შეგროვება ეს 2 ლარად 3 ლარად რომ დახაზე რა გთხოვ სტადიონი რა და ხაზავდა მე მაგალითად კიდე აღარ მახსოვს ახალ ქალაქში იყო თუ სადღაც გულშემატკივრები იყვნენ 2 ქვა ეჭირათ ხელში წარმოიდგინე და დაყვებოდნენ გვერდით ამ საათს რომ თუ აწევდა რა იმას რა ქვაფსაით თამაშგარეს ქვას უშვებდნენ და რომ ქვა დაცემოდა და ტიპი როგორ იყო იცი რომ ვეღარ წევდა რა ესე დადიოდა და ესენი ისეთი სტადიონი აქვს მაგათ მანდ რა ანუ დინამოს პონჩი კი არ არის სარბენი ბილიკები აი ბრიტანეთში როა ხომ ხო იცი მიტყუპებული როა რა პირდაპირ ზემოდან უყურე ფეხბურთელს ეგეთი პონტია და ესე ქვით დადიოდა და ეს ტიპი ვეღარ ხვდებოდა რა ზემოთ იყურებოდა აქ მაზავდა ეგ მე საჯებთან მისვლები და ბიჭო პენალტი როგორ დადე და ზოგი იარაღის სუდიანა და რა სიძახიც მაო ისეთი დრო იყო აი კიდე მაგალითი რა იმისი რა ხდებოდა მაშინ მე რო თამაშობდი მაგალითად უმაღლეს ლიგაში აღარ ლანჩხუთის გურიას ვეთამაშებოდით არ ვიტყვი ფეხბურთელის გვარს შეიძლება ბევრს არ სახსოვდეს მაგრამ აიც როგორი სასმის უნიას დიოდა იცი და მე ვეუბნებოდი რომ მეთქი რა აუ კაიც მე უთხარი რა არის ეს თუ რაღაცა რა ანუ ვეღარ ეკარები ტიპს რა პახმელის არა ძმა 8 მილიო და გული ხევდაო რა ანუ პახმელი ეძუნა და ელი ესე თემა იყო ეგეთებიც ხდებოდა მარტო ეგ არ ხდებოდა მაგრამ ეგეთებიც ხდებოდა და წარმოიდგინე ერთი ისტორია იყო კრიჭაშვილი იყო ეგეთი მსაჯი და რა მოხდა ეხა სარბიელში ნახულობ რომ გაილახა მსაჯი რაღაცა კრიჭაშვილი თუ რაღაც ეგეთი სახი აქ ტიპს აი როგორი ნაცემი იყო იცი და ეხა რა მოხდა თურმე კახეთში წნორში არის თამაში და მაშინ წნორის მილანი იყო და ნუ კახელები ესეთ განან აეწნორელები აბა ერთი რამე იქ ისე მოხდეს მაგარი გულშემატკივრობა მიდის რა და ეს საჯი მანამდე UEFA-მ წაიყვანა იმისთვის რომ ტრეინინგები ჩაეტარებინა და ერთ-ერთი პირველი მსაჯი იყო ვინც ესე ტრეინინგებზე წავიდა რაღაცა და 2 კვირა ნახა ეხა ქვეყანა ევროპა სამყარო მიდგომები ის და თავის ხო აი ისე კოლინა გონია უკვე თავი ეტყვა ნო ჩემი თეორია ოღონდ ეს რა რატომ მოხდა ეგრე რა და ამ 2 კვირის მერე ჩამოვიდა პირველივე თამაში მოუწია წნორში საგიჟეთში რა მილანის გულშემატკივრებთან ერთად რომ ითამაშოს და ახლა დგას იქ და ნუ ეს ზეგავლენის ქვეშ არის კაიცნო კოლინები ესენის ინ და დგას და თამაში უკვე რჩება რა და სანამ რჩებოდა მილანი იგებდა და არ აწყობდათ რა ფრე რა და ამან 3 წუთით ადრე დაუდო მილანს პენალტი და სხვა არც ერთ შემთხვევაში მაგ პენალს არ დადებდა იქ რო არ წასულიყო და 2 კვირა იქ რო არ ყოფილიყო ცივილიზაციას რო არ შეხებოდა და არ გადაეწყვიტა რომ ეგ დიდი ფეხბურთის ნაწილია მაგას აღარ იზავდა გაიგე და ჯერ ხო პენალტი დაუდო და თუ ეგეთი რამე ხდებოდა ხომ მსაჯებს დამოღამებული ქონათ ეგეთ რეგიონებში სადაც გულშემატკივრები ცოტა საშიშები არიან რამე ეგეთი თუ იცოდნენ რომ ეხლა ისინი უკმაყოფილოები იყვნენ როგორ ამთავრებდნენ თამაშიც გასახდელისკენ მიდიოდნენ და მე ვუწვევდი შევარდებოდნენ ხოლმე გაიგე და ამას ეგეც დავიწყდა გაიგე არა და გამოცდილი მსაჯი იყო იმიტომ რომ კიდევ ერთხელ 2 კვირა იყო ფურშეტებზე ატარა მოისმინა კოლინა გაიცნო და ეხა აი ხო არის რომ ფეხბურთელისთვის ხო არის მაკრატელა რომ მაგარ გოლად ითვლება და რაღაცა მაგ ლამაზი თაური და მსაჯისთვის რა არის ეგეთი მომენტი ხო რომ შუა თამაშის დროს უცებ ფეხბურთელს ბურთს ართმევს იჭერს აქ და და ეგ არის აი მაკრატელა რა მსაჯის ესე დაამთავრა სოლიდურად და ამანაც ბიჭო მიუხედავად იმისა რომ აი როგორ არიან იცი მილანის გულშემატკივრები რომ ელოდებია რომ როდის იქნება სასტვენი რომ აი გამზადებულები არიან რომ ჩავარდნენ და მოკლან ტიპი ხდები და ეს დგას და უცებ გამოვართო ერთ-ერთ ფეხბურთელს და და უყურება ესე წავიდა ისე და უცებ ხედავს რომ ტალღა აბა გაიკიდეთ მაგისი და მირბიან და ვერ ეწევიან ხდებიან და ბავშვს ბალო ყობიდი გაიკიდე პატკატი გაუკეთეო პატკატიო თუ რა და მივა და ჩაუწვება ეს ახლა მიყვებიან ხალხი იქ იყვნენ რა ახლა მთელი საფეხბურთო სამყარო ვისწავლეთ ერთმანეთს როგორც მოგვიყვეს და მაშინა ყველაფერი ბაზრდება და პადნოშკა და დაეცა ეს და შედგა ბიჭო მთელი მილანის გულშემატკივრობა ამ კაცს რა და მეორე დღეს სარბიელში იყო მისი ფოტო ხო და ახლა ეგეთ სიგიჟეებს რო გაივლი ეგეთ რაღაცების მერე რომ ევროპის ჩემპიონატზე გახვალ ხო არ გადაო ძალიან მაგარი მიღწევა არა ეგეთი არა მაგრამ გიოზე გამახსენდა კინგი კაროჩი ინგლისში თამაშობს რა და ჩაბოსულია კაკრას სასოფხეთს ეთამაშებიან რა სომხებს ეთამაშებიან და ვიღაცამ გაუკეთა უკნიდან პატკატი გიოს და წააქცე როგორ მოცელა იცი კარა ლაწან და აი ძალიან შესაძლებელი იყო რომ ცუდი ტრავმა მიიღო და მივიდა ტიპი და sorry ეგარი გინდა რა ხანდახან გინდა ეგეთი sorry ბიჭო ერთი იყო კიდე რაც მახსენდება ანუ
ეხლანდელ ხა იმ დღეს ფიქრობდი რა ისევ და ისევ ფეხბურთელს რო ველაპარაკებოდი ან ჩვენი შვილები ხომ მეგობრობენ 4 წლისები არიან და ვლაპარაკობდით მშობლების მიდგომებზე რა და პირობებზე ან ჩვენ დროს რა იყო ეხლა რა არის ჩვენ დროს რო ის იყო რომ თუ ტიროდი ამ ხელა კაცი ხარ ბიჭო ანდერკი რა გატირებს ხო ხდები ეხლა ვინ გაიზავს ეგეთ რამეს ხო ხდები ხო და ბაზრობდით იმაზე მწნელების მიდგომები მაშინ რა იყო და ეხლა რა არის აი ხო გეუნები ჩემი მწნელი დაყალებული ხარ გვეძახდა ნუ ნორმა იყო გვაგინებდა ასე შემდეგ პრობლემა არ იყო და იყო ეგეთი მწნელი ერთი ჯონი ჯანელიძე რა და ლოკომოტივშია რა ეხლა ხო ხდები და ლოკომოტივშია მაშინ ჩხაიძის იყო ლოკომოტივი რაღაცა და ანუ ისეთი მწნელი იყო რომ მაგარი უხასიათო იყო მაგრამ ფეხბურთი მაგრა იცოდა აი გინებების გამოც კონფლიქტები მოსვია ბავშვების მშობლებთანაც თვითონ ფეხბურთელებთანაც რა და არა რა ეს არის 80-იანი წლები 90-იანი წლების შუა 2000-იანების შუამდე რა ამბებს გიყვები და ლოკომოტივზე მოკლედ მაშინ ჯერ კიდე მიხეილ მესხის სტადიონი არ იყო ლოკომოტივის სტადიონი იყო და ბიჭო სინჯებია ეხლა რა და იქა ვარ და კაროჩე ტიპი ვიღაცა მოიყვანეს რა და მაშინ ხო ეხლა დარეკილით მოყვანილი ტიპები და რამე და უთხრეს რომ და ამას მაგრა არ ევასებოდა ნაცნობობით მოყვანილი ტიპი ხო ანუ არ მოწონდა ეგ რა და ძალიან კატეგორიულად უარზე იყო და მაგრამ ეს მოიყვანეს და ეხლა იზოლებული იყო რომ მიეღო რა სინჯებზეო ნახეო შეხედეო და ისეთი კაცის დარეკილიაო რომ უნდა ნახო და კარგად შეხედეო რაღაცაო და თუ რაღაცა ოდნავ ნიჭიაგო ავაი დაითრეთ ეხა ეს უარს ვერ ამბობს მაგრამ არ ევასება ეხა ეს ტიპი რა იმიტომ რომ ეგრე მოყვანილია ხო ხდები და უნა ორმხრივია რა ორხრივი სატესტო ის რომ აბა ნახოთ ვინ დავიტოვოთ გუნდში და ვინ არა და მოკლედ თამაში რომ მიდის ამან შეიყვანა ეხა ეს ტიპი რომ ნახოს რა როგორ თამაშობს თუ რაღაცა და ტიპი გონზი არ არის ძმაო რა კარგავს ბურთს მიიღებს კარგავს და ეხა ერთი სული აქვს რა რომ განჯი მიასხას ტიპს გესმის მაგრამ ისევ და ისევ ისეთი ტიპის დარეკილია თან არ უნდა რომ რაღაც თქოს და ხარ არ შეუნება ტიპი მორჩება პირველი ტაიმი და შენ გამიგეიქ პასი მიეცი ვიღაცას უთხრა შენ ისე ქენი შენ ბიჭი მოიწია მოდი შეუნება და შენ რა ქენიცი მეორე ტაიმში ხანდახან იმათ მიეცი პასი ხანდახან ჩვენ ხან იმათ მიეცი ხანდახან ჩვენ სუ იმათ მოაძლევ თო ეუნება ეგე და ანუ მაგითი მიასხა რა რომ სუ იმათ ხან ჩვენ სუ იმათ რატო აძლევ ხო და ეგეთი პერიოდები გვაქვს ბიჭო მართა აი სიგიჟე ხდებოდა და მაგის მერე რომ აი მაინც სხვა თაობაა რა ჩვენი ნაკრები ეხლანდელი სხვანაირად პროფესიონალები არიან, სხვანაირად უვლიან სხეულს, მედიცინაც უფრო განვითარდა, თორე აი ათში ამბობდა ერთხელ თუ არ ვწდები, რომ ანუ ჩვენ დროსო ეგეთი რო ყოფილიყო, ან თუნდაც წესები რო ყოფილიყო ეგეთი გამარტივებული რა, როგორიც ეხლა რომ მესამე ადგილზეც თუ გახვალ იქიდან 1100-დან გადიხარ და შოთი ათშიც და მაგ იმას რა ქვია, თაობას ეგ არ ქონდა. ანუ ერთადერთი შანსი რომ გასულიყავი მსოფლიოზე ან ევროპაზე იყო როგორც აი ჩვენ გერმანია, ბულგარეთი იყო ჩვენ ქვეჯგუფში და სულაპად გრუპებში ხვდები ჩვენ კიდე რა აბედი გვაქვს ეხლა რა მოხდა ვაფშე ნუ არ შეიძლება ეს არა რის თქმა მინდა იცი რომ ხო ბაზარი არ არის და იმის თქმა მინდა რომ იმ თაობას ისეთი ნიჭი ქონდა მაგრამ პირობების გამო, გარემო ფაქტორების გამო და კიდე იმის გამო რომ მაშინ UEFA არ ქონდა ეგრეთი გამარტივებული წესები და რეალურად მაშინ ან პირველზე უნდა გასულიყავი რომ ეგრევე მოხვედრილიყავი ან მეორეზე და მე რეკონა კიდე პლეი-ოფი გაიფე რა რაღაც ნაწილს და ყველაზე ძლიერად გასული მეორე ადგილოსნები გადიოდნენ და ეხა შენ წარმოიდგინე მაშინ ბულგარეთი გავიდა მესამე ადგილას თუ არ ვწდები თუ მეოთხეზე მსოფლიო ჩემპიონატზე 94-ში იგავი აი არ მახსოვს და ქვია გერმანია იყო ჩვენ ჯგუფში და მაშინ კლინსმანი თამაშობდა იქ და ეგენიც ჩემპიონები იყვნენ ევროპის და ნუ მოკლედ ხო და ეხა მაგ ორ გუნდს მოუგო ძალიან რთულია და ჩვენ მაშინ ქვეჯგუფში ძალიან მაგარი შანსი იყო იმიტომ რომ ბულგარეთის ძალიან ეხა ვინ ყავს ესპანეთი თურქეთი კიდე ვინ არის პადგრუპაში სად მოხვდით საშინელებაში მოხვდით ეხა ვნახავ რა მაგრამ ხო და ანუ როგორი რა ვიცი ისეთ დახვეწილი ფეხბურთი გვაქვს ვიდრე ადრე მიუხედავად მაგრამ მეორეს მხრივ აი ეგ არგუმენტს მინდა შევეხო რა რომ იყო ბაზარი რომ აი იმ თაობას რო ქონოდა ეგეთი წესები რაც ეხლა არის და უფრო მეტი შანსი რომ მოხვედრილიყვნენ ევროპაზე უფრო მოხდებოდნენ ვამბობენ მაგრამ მეორე მხრივ ისიც უნდა აღინიშნოს რომ ამ თაობის პონჩი გასვლა ევროპაზე რატოა დიდი მიღწევა იმიტომ რომ რამდენადაც წესები შეიძლება გამარტივდა იმდენად ძალიან ბევრმა ქვეყანამ ისწავლა ფეხბურთის თამაში და ის ნაკრებები რაც ადრე იყვნენ იმათმა იცოდნენ ჩვენც ვიცოდით просто ჩვენ ცოტა ხო მაგრამ ამოვკაჩეთ არა მე ნახე ისეთი გუნდები როგორიც ადრე იყო მაგალითად აი ლატვია და რაღაცა ვინ ლატვია და სად არავინ ლატვიის კალათბურთი კი ბატონო მაგრამ ფეხბურთი არაფერი ლუქსემბურგიც ეხლა რა რაც იყო 5-8 წლის წინ ეგეთი ადვილი ხელწამოსაკრავი გუნდი აღარ არის რა და წესების გამარტივებასთან ერთად სულ უფრო და მეტმა ისეთმა აუტსაიდერმა ქვეყანამ რომელსაც დიდი საფეხბურთო ტრადიციები არ ქონდა ისწავლა ფეხბურთის თამაში და ყველასთან უკვე საშიშია რა შეიძლება უცებ აი ეს შეხვდეს გერმანია პირობითად რა ვიცი მე რა ბელგიას და ანგლიას ხვდები ან შეხვდეს გერმანია მაგალითად რაღაცა იმას რა ქვია
მოლდოვას და უცებ 1-0 წააგოს გასვლაზე რა, იმიტომ რომ ძალიან წინ წამოიწეს. სომხეთის ნაკრებზეც მაგითო გითხარი, რომ რა თქმა უნდა ძალიან დიდი ფავორიტები ვართ, მაგრამ თან ვით უმეტეს როცა გასვლაზე თამაშობ, რთულია და კაია რომ ბევრი ქართველი იქნება და ყველაზე მეტად იცი რა მიხარია. კი არ გააპროტესტეს ან რამე ცუდად კი არ უთქოს, რომ ჩვენც ვიყიდოთ რა ბილეთები ყოს. ამას მთელი დუხი მოაქვს რა, შეიძლება მართლა გულშემატკივარმა მოაგებინოს, არის ესეთი მომენტიც რა. შეძახილით ხო ის ხე გახმაო, ისეთი ანდაზა, მაგრამ ეხლა ამას რო გულშემატკივარ არ ყავდეს, რა ვიცი, ცოდოები არიან, მაგრამ ეხლა ისედაც ეცოდებიან, ხე, იმიტომ რომ 100% მოვიგებთ. ხო. 100%-იანი მოვიგებთ, იქაც და აქაც რა. იმედია, კი. ჯერ მარტო ეხლა ჩვენი ბიჭები რამდენი საზღვარგარეთ თამაშობს. აი, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგან განაპირობა ბევრი რამე. ერთი ყავთ იმათ რაღაცა, სადღაც თამაშობს, პაშინიანი კი რაგვარი. კი. თან რა არის, იცი რომ ნახე, სულ იყო მუდმივად იმაზე ლაპარაკი, რომ ახალ კაცმა რომ დინამო გახადა ჩემპიონი და არ დაგვაუწყდეს მაშინ რა გუნდებს უგებდნენ ტიპები ლივერპულს 3-0 მოუგეს, ლივერპულს ქონა ჩემპიონთა ლიგა მოგებული რა, ანუ აი ბარსელონას და რეალს რომ მოუგოს, ეხლა დინამო მეკპონტია რა. ხო და რითი მოახერხაო ეგო რომ აი იმ ნიჭს რაც აქვს ქართული სამხრეთ ამერიკული შემოქმედებითი სტილის ფეხბურთი გამიქსა და შეერწყა დისციპლინასთან და შეერწყა ამ რაღაცა ცოტა ევროპულ მიდგომებთან რა და პროფესიონალიზმთან და ასე შემდეგ მაგან გამოიწვია მაგრამ ყველა ვერ ახერხებს მაგას. ძველი თაობის ის ისტორია მომწონს რა ადრე მომიყვეს რომ მოკლეს შენგელია ყიფიანი ვიღაცების და ბობოლა ესეთი ლეგენდარული ფუტბოლისტები და ერთი ებრაელი მაკაცი ყავთ რა. ვინც აი ისემათ რა ამათ ხელფასია და ის რაღაცა მაინც ესეთი კომერსანტია, ფულშია, ებრაელია რა. სიტყვა სეფიაშვილი ვიღაცა რა და მოდიან და გულაობენ და ესე ვარაზის ხევი კი არ იქითკენ ზემელიდან ამოდიან ხმაურობ ღამის 2 საათი ნაკეიფარებ და თაცმის მილიციამ დაიჭირა ახალგაზრდა ბიჭები რა და კაროჩე ვერ ცნობენ ახლა ფუტბოლისტები რა იმიტომ ახალი დაწყებული აქვს ფეხბურთი რა ცოტა პატარები არიან არ არიან დინამო და ესეთ ხო და ღამე გააღვიძეს ეს მილიციის უფროსი და ეს ტიპი მაიკაცია ზემოდან ეს მოსხმენა გეგეთი ფურაშკა ესეა და ბახმელია და გაიღვიდა და მაინც ამ ფიაშუს მიადგა და რა გვარი ხარ ბიჭო შენო და ძესიტიშის მოვიტან რაო? დას მოვიტანო? ძესიტიშის მოვიტან აი ეგრევე ხო წამში აბა მეტი მომწონს ის არა ჩვენ მე ხო გეუნებთ მწვნელი მყავდა ჯანი კარნევალი იტალიელი იყო რომელიც რაღაცა წარმოშობით იყო პარმადან თუ რაღაცა და რავი სერიაში ნათამაშები და ისეთი ტიპი იყო ჩვენი მწვნელი მაგ მწვნელმა ბათუმის დინამო გაიყვანა UEFA-ს დაზე PSV Eindhoven's მოუგეს და ისეთი ტიპი იყო რა და ჩვენი მწვნელი რო გახდა რაღაცა მე ვევასებოდი გესმის და მე ოღონდ მეძახდა ხოლმე პიკოლო კაცო ო აი ამაზე რო შე რო გამეკაიფე მაგას მეძახდა რა პიკოლო კაცო მაგრამ ძალიან უყვარდი რა ხო ხტები რაღაცა ქალები რო ჩაილვიდნენ გამომხედავდა ხოლმე ლა გრანდისიმო კულო არის ტრაკი რა და ლა გრანდისიმო კულო ტიპი იყო 80 წლის ლამის მაგრამ აი ევასებოდა ეგ და 4 ენაზე გვებაზრებოდა ხოლმე ვარჯიშების დროს რუსული, ინგლისური, ქართული, იტალიური წარმოიდგინე. და сейчас, наверное, stretching, then later dzundzuli. ინძახის და რაღაცა და რო ბრაზდებოდა, მე რეიწყებდა ხოლმე მარტო იტალიურად, რომ ევროპას და რაღაც ტელევიზია კომედია ამ კომისიკა მალეი იტყოდა და короче, ეგ ხო, ეგ ტიპი ყოს და ეგ ამბობდა, რომ eta mafia no Sicilia. eta mafia Gruzia. იძახდა, იმიტომ რომ დაურეკავდა ვინც ხა იქიდან და ეტყოდა, რომ იგი წონავაროა მაგი მინდა მე ლამაზად გესმის და ცალკე ეგ სასტავი უნდა გაგეთვალისწინებიდან ცალკე ვიღაცა მოვიდა და ხორცკომბინატის დირექტორის შვილია ჯანი და ეს უნდა დავტესტოთ ვათამაშოთ რა გაგიჟდა კაცი რო ანუ რა მაფია სიცილია აქ ჩაწყობა აქ არისო თუ არისო ხა რა ფეხბურთში ჩაწყობა თამაშის მოგება და რაღაცეები გამიგია მაგრამ აი ეგეთი ჩაწყობა რო ტიპი ვერ თამაშობს აი ეტყობა რომ ვერ თამაშობს და აუ თამაში ფადეგრე ხა არა მაგრამ თლადეგრე რა რაღაც ელემენტარულს უნდა თამაშობდეს კაცო მაგრამ მაინც რა ბევრი შემთხვევაა ეგეთი რომ იჩაგრება სხვა ტიპი რა ფეხბურთია ის ხო არ არის რაღაცა იმაზე რაღაცა მეტალურგიულზე მოაწყო შვილი და რა ადრე რო იყო რა ქიმიურზე რა ფეხბურთია რა უნდა ითახო ჩანს აჰა და ეს არ ჩანს ეხა რა ჩაწყობილ თამაშზე მინდა გითხრა მე მაქვს მიღებული რა ჩაწყობილ თამაში მონაწილეობა და ეხა რა ხდებოდა რა ორ თამაში მაქვს მონაწილეობა არა ერთში მონაწილეობა მიღებული მაქვს და მეორეზე მცდელობა იყო რა
ხო, ოღონდ როგორ გითხრა, აი გითხრა, პირველ ლიგაში ვარ და ვარ გუნდში პირველი ლიგა. ხა წამედგინე, ჯერ უმაღლესი ლიგაში ხა რა იყო, ხო, გუნდები ხო, 4 გუნდის გარდა ისეთ თემა იყო. პირველ ლიგაში ხო გითხარი რა პირობებიც იყო, საჭს ვაძლევდით ლამის ხანდახან აკეთებულს რომ დაეხაზეთ. ბიჭო, თამაში გვაქვს სანტრედიასთან და ეხა იმათ უჭირდებათ მოგება იმისთვის რომ გადავიდნენ უმაღლეს ლიგაში და ჩვენ არაფერში არ გვჭირდება რა და ეხა კი მოგვიგებენ ეხა რა, მაგრამ მაინც 70-30-ზეა და ეხა ზედმეტი რისკი არ უნდათ და ჩვენი კაპიტანს დაუძახეს ერთი წამითო რა და მიდის ეხა ჩვენი კაპიტანი რაღაცა ცოტა ხანი ლაპარაკი აქვს იმათთან და მოდის ეხა რა და შეკვრიბა რა ბიჭებო ეხა ამნიშნულოვანი ახლა გადაწყვეტილებას მარტო ხო არ მივიღებო თუ რაღაცა და არა შევგითხრესო რომ რაღაცნაირად რომ პატივიცეთო რა და მაგათ ჭირდებათო ჩვენაში გვაწყობსო და რაღაცაო და ნუ უსმენთ ეხა და გამოდის რაღაცა სპიჩით და ვიღაცა მომთხარ რომ აი გავიგეთ ეკაცო რამდენი ხდიანო ანუ თქვიო რა და ტიპი ზახესო რა რაღაცაო რამდენიო რა ნუ 150 ლარიო რა და 150 ლარი კაცეო და არა გუნძეო რა 150 ლარიო რომ მე გახვალთო ბიჭებიო იქო სადმე დაждდებითო თუ რაღაცა გამოვშტერდი ბიჭო პირველი შემთხვევა იყო ეგეთი ჯერ საერთოდ ეგ თუ ხდებოდააც მეგონა მე ის რომ კრიჟანი პირდაპირ გეუბნება რომ ხო არ მივცეთ თამაში და მე გეუბნება რომ 150 ლარად კაცზე 10 ლარი გამოდის თუ რაღაცა და წადით ითამაშეთო და მეორე შემთხვევა იყო ჩემი მეორე მწნელი ვინც იყო თან იყო ჩემი ძმაკაცი რა დათო რა დათო ერქო და თან ჩემი ძმაკაცი იყო და ბიჭო სუ ის ქონდა რა რომ ის მეუნებოდა გადაობით რომ мотиваცია მოემატა აზე არა ხარ თუ ძმა ხარ რა შენ რაღაცა და მე თუ რამეს ვიზავდი ხოლმე აი ნახე რომ ვინ არ არის აზე თუ და ეს რაღაც ქიმია ქონა სულ ამაზე ვღადაობდით და ბიჭო თამაში გქონდა ცხინვალში რა ცხინვალის სპარტაკი იყო გუნდი და ნუ როგორ არის თამაშობ და ბიჭო რაღაცა იქ ერთი გოლი გავიტანე რაღაცა ძალიან მაგრამ მეორე გოლი იყო კიდე რაღაც 5 კაცი მოვატყუე რაღაც დავდივარ და დუბლიში ასული ხო ანუ რაღაცა ხო დუბლი ორი პასი საგოლე თუ რაღაცა და ყველაფერი აი ხო შენი დღეროა რომ აი ძალიან ლაითად და ისე ატყუებ ყველას და ნუ კაროჩ მგონია რომ აი პელე ვარ რა მარადონა ვარ რა რონალდო ვარ და ბიჭო ცოტა კი მეუცნაურა რომ იმ დროს როცა იმ მოტყუებებით რომ თამაშის დროს რაღაცა ფრაზები მესმოდა დამცველებისგან რა ვისაც ვატყუებდი რომ რას ვიზავთ ბიჭებო ეხლა ესია და რა გავაკეთოთ თუ რაღაცა და მეთქი რატო თქვა ეხა ეგეთი რამე და ვიფიქრე რომ ვითომ იმას ხო არ გულისხმობდა მეთქი რომ ანუ ტიპს ვერ ვაჩერებთ რა და რა აუქნათ ხდება ეგეთი დღეებიც არის რომ ტიპმა იმენა ვერ გავაჩერებთ და ხაზანა და მორჩა თამაში და ეხა ავტობუსში ვართ და ვეუნები ამ იმას რა ქვია დათი რა მიშკა ერქვა რა და ვეუნები რომ აი მეთქი რა ეხა მე რა სიტყვი აგერ ორი გოლი გავისქენი და გარჩი ისე ყელში ამოუდინე ტიპს შენ არაფერს არ ამბობდა ეცინებოდა ბოლოს იმდენი ყელში ამოუდინე ეგ მომენტი რომ მითხარ რომ გამოდი ვერც წამით ნაყიდი იყო მეუნები რა ნაყიდი იყო მეთქი შეჩემ ჩვენ მიყიდეთო ხო მიყურეო ეხა ყლესავი ნაყი აბა რა გონიო მართლა ეგრე ატყუებდიო შეჩემ ტიპებს სო პროსტა ანუ არ ჩალიჩობდნენო რა და მეთქი რა მაგიტო თქვეს ეთყობა ის ფრაზა რომ რა ვქნათ ბიჭებო ეხლა ესია და მე რაღაც გამოვშტერდი რომ ანუ რასი და როგორ გამიტყდა იცი რომ თავი მეგონა აი აქ რომ მქონდა საფეხბურთო ეგო აეკ იყო და უცებ აღმოჩნდა რომ თურმე დაყიდია თამაში შეჩემ მაგრამ ისე რო იცოდე თამაშს რო ყიდიან ყიდულობენ მაგაზე ბევრი ისინია ხოლმე რა რაღაც თეორიები და რეალურად ხდება ისე რომ ანუ საქმის კურსში შეიძლება იყოს 2-3 კაცი რა თელი გუნდი არ უნდა იყოს საქმის კურსში ანუ ხო ხდები ანუ ეგრე აშვებია მაგიანობაზე გამახდით 150 ლარი თელ გუნდზე რაღაცა იცი რა ეგეთი დრო იყო ისე ეს ნაღდი ამბავე ქობულეთში რა სერავატი წვით 7 ნოემბერი ვიცხით ბევრი ფერი ჯამია ესეთი სომეხის რა ესეთი იავაშა мама ხო გაქვს ნანახი აი ქრო პაპუგაია ეგეთი ძაძაზის აი ბევრი ბანჯგლებებით რაღაცა ესე და ნუ ცოტა ქართული მეოთხეჯერ რო ისვენებს რა ქობულეთი პატარა ბრტყელთავიანი ეს კიკინები გაწუწული ზურგზე რო ბანჯგლები აქვს ეგეთი ბავშვი გოგო სადღაც 8 წლის ბიჭო აი უმპალოობს რა იქ რა ამის შვილია რა ალბათ რა და უცბად ამორბის ეს და папа у меня камера лопнула как я могу сейчас вернуть плавать я не могу без камеры და ეს გაბრაზდა რა კამერა აღარ აქვს შვილს დასასვენებლად არის რა ჩამოსული და გაიხედა და ბევრი კამერები რო დაგვთ კამერი კამერა იძე სუდა მოვიდა ეს და дай мне эту камеру ბავშვ გამორთ ენა ამის წეპო აღარ არის ამის წეპო აღარ არის უკიდე ერთი წეპო უნდა და დაპაჩინკება უნდა და 150 ლარი და აი ეგ არის 150 ლარი თელ გუნდზე რამდენი გამოგდიოდა 11-ზე ნუ კარგად 14 ლარი გამოგდიოდა კარგი ფულია
არა ბიჭო, ფეხბურთზე ეხა რომ დავიწყოთ, კიდე შემიძლიათ 3 საათი ვილაპარაკოთ, მაგრამ ფორმატი არა გვაქვს ესეთი. ამიტომ ძიმა გავაგიჟე, ჩემი შვილი, იმას 3 მანეთი თუ რა მოგივიდოდაო თუ რაღაც ეგეთ. ო მამა ჩემს ვიყვებოდა. ადრეო და რო უთხარი რომ ბუფეტში მაგალითად კი მაშინ რა ქვია ბუფეტები არ ერქვა სკოლაში რომ კატლეტი ღირდა 10 კაპიკი ანუ 30 კატლეტი ენა ტრუბაჩკა ის 20 კაპიკი სოსისი მოხარშული გლასე ანუ შენ რო შეიქს მილკშეიქს რო სვავ მილკშეიქს რო სვავ მეთქი ხა და მილკშეიკი არის გლასე მეთქი 12 კაპიკი ღირდა ნუ რაღაც ტაქსით წახვიდოდი კინოსში წახვიდოდი ნუ რა მაგარი მაყუთი იყო და რაღაც სასწაული ენა აქ თვითონ დღეს მიყვება თუ მოგიყევი კრეტინია რა ძალიან კაი უმორი ვაფშე ახალთაობას კაი სხვანაირი უმორი აქვს მაგრამ ღამე ამ დოლიძის კстати ულოცავ გამარჯვებას დოლიძის ჯგუფიაო და უნდა ყოდა უყურებთ რაღაცას ღამის 4 საათიო და ბიჭო აზე ხარო რაღაცა დაავადება გაიჩითაო ჩემ მეგობარსო გაიჩითაო ტინი ტუნი ქვირე ტინი ტუნი მე თამაშია თუ მულტფილმია არა ვიცი რა არის ყურებშიო ესე წვილი ესმისო რა და ყურებში წვილი ალბათ წნევა გარდატეხის პერიოდი ან რაღაც ან გაზაფხულია და წნევის პონტია წვილი მეც მესმის ზოგჯერ მეთქი 1000 მქონია მეთქი რომ აწყნალებ რა ისე არა ვაფშე ვერ იძინებს აი შენ ის არ ქონიაო აი მაგარი წყვდიადი სიჩუმე რომ აი სულ ყველა აი ძალიან ცუდი მურტალი სიჩუმე და რაღაცა ხმარო გესმე აი რაღაცა სიჩუმის ხმაო კი მეთქი ალბათ არ დავყვერ მაგრამ გულისცემ აი მე იცი რა მესმისო და მეთქი დავიძაბე ხა ბავშვი თუდად არის ალბათ და რა გესმე აი ხამეო რო წვევიო ლოგინის ქვემო და დიმა შენახა აი ბურნუთას ხმით რო წვევი დიმა შენახა თავზმარი არ შემოსულა ეგ ხო იცი მამიდა ჩემის გადაღებული ფილმია ხო სიყვარული ყველას უნდა სცენარის ავტორია რა სცენარის ხო გიორგი შენგელაიასი არ არის სცენარის ავტორია ძალიან მაგარია მე სიმღერები მევასე ლეილა ბეროშვილი ძალიან კარგი სიმღერები რაგნაროდა და არა მოვიტაცებ და ესე რო გარბის აი ეგ არის როგორ ნერვიულობს ისა არაფერი რაღაცა მინდა გითხრა და ესე რო არის არა მაგარი გეგმა რო აქვს ეგ ხო იცი ეგ ზედმეტსახელები ყველაფერი შეჩემა ნაღდი ზედმეტსახელებია კახური სახელები ჩვენთან ხო რა 100 ბალღი ყავდა ერთი მაგალითად რომ ამამისი ძახდა ხოლმე 100 ბევრი უკვე TikTok-ზე ძეს ამ სახელებს და უკვე გამიტრუხდა რა მოგონილი რაღაც სახელები ის ხო რამდენი ხანი რაც ვართ რაც საათ 15 წუთი მაგრამ ნორმალურია რა კი ნახე ჩვენ იმაზე მეტი გამოგდის ვიდრე ამბობდით ხოლმე ქრონომეტრი რა ქვია ქრონომეტრაჟით მაგრამ ეგ არ არის პრობლემა unboxing-ზე უკვე თქვით და ბევრჯერ თქვით და აღარ გვინდა ლაპარაკი მოვა თაზო მზად არისო რომ გზაში როა მაგიტომ შორიდან მოდის მაგრამ ეხლა ისე ვიზავთ რომ ანუ ეხლა რომ შემდეგ გადაცემაზე unboxing-ი გვექნება იცი როგორ ველოდები მეც რა იქნება რა ხო მე სტუმრები ეხლა სტუმრებიც გვეყოლება ეხლა უბრალოდ სანამ unboxing-ი არ გვაქვს და ასევე კიდე ერთი რუბრიკა რომელიც წინაზე ქონდა ამასაც დავაბრუნე მე მინდა რომ ფეხბურთელები მოვიწვიოთ პირველები ალბათ მინდა რა მე ვთხოვ აბა კითხოთ ხალხს რა აზრის არიან რომ პირველი იყოს სპორტსმენი ნუ ფეხბურთელი ამ შემთხვევაში ფეხბურთელები რადგან ფეხბურთზე გავხურდით და ძალიან კარგი ენა მოვიდეს აჩიგონ შოთი რა შოთი აჩიან რეზი მაგრამ ეხლა წავიდნენ არგენტინაში ვიფრინავენ რო ჩამოვლი შეიძლება არგენტინაში მინდა ეხლა აღდგომა ემთხვევა და უნდა რომ მარადონას სასაფლაოზე ესე კვერცხი უნდა გააგო კი ბატონო ალბათ ჩამოვლენ რა მალე რა და ვეტყვი თხოვ რა თქმა უნდა თუ დამთავრდებიან ყველა სადღაც არის რა კიდე იცი ვიზა ვფიქრობ დათუნა რო არის TikTok-ზე ხა დათუნა ყველა მიცით ალბათ და დათუნას მოწევაც გვინდოდა და ამაზეც გვაინტერესებს თქვენი აზრი რა მოკლედ ორივეზე გითხარით დათუნაზე თქვენი აზრი და სპორტსმენი რო იყოს უბრალოდ ფეხბურთელი პირველ რიგში რო იყოს მასული რავი ეხლა კი თემა პრინციპში ფეხბურთზე გქონდა და თქვენ გითხარით რა არა მარტო დათუნა და ფეხბურთელების კანდიდატურები არამედ რამე ნებისმიერი ადამიანი გვირჩიეთ გითხარით და ვინა მეგადა ეგ მოვიწო ლონგონ ხა ეგ მაგაზე მეუნები მადლობა ჰაილოვანი ნამცხვა ეგ არა ეგა ეგ არ მაქვს ნახუნა ნახო მანახეთ ვინ არის მოკლედ თქვენი ვერსიები დაყარეთ რა აუცილებლად ხარი დაგვიჭირეთ გაგვიხარდება ანუ subscribe-ი გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ არხი და
კიდე კაი აი ილოს მხარი დაუჭერთ, მე კიდე ხელში ამიყვანეთ. ხო რა, ეგრეთ შეიძლება ეს მხარი დამიჭირეთ. მხარი რო დაუჭერ, მე ხელში ამიყვანო. მოგლეთ კოცნით გეხოვით, აბა თქვენით. აბა კარგად იქნება. საჩუქრები ნამდვილად იქნება და ვნახოთ რა. თავად თამაშებთ ხოლმე. აბა მაგრად. კარგად.